მოგესალმებით, წარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Next. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ. და აქვე აი ამ მშვენიერი ღვინის ჭიქით ხელში მინდა დიდი მადლობა უთხრა სკოლა არქიმედეს, რომელმაც შესაძლებლობა მოგცა აი ეს მშვენიერი სტუდია მოგვეწყო, გაგვემართა მათ შენობაში და რა თქმა უნდა ისინი ეხმარებიან ამით პოდკასტს ძალიან და აი ამ საქმეს, რომელიც არის რა თქმა უნდა პირველ რიგში ისტორიული ცოდნის მიწოდება ქართველი მსმენელისათვის, ჩვენი ერთგული მსმენელისთვის, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამისთვის სპონსორებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვრილი აქვს შეტანილი. გაგიმარჯოთ. ასევე აქვე აღნიშნავ, რომ პოდკასტის პარტნიორია Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ, საგადასახადო აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, ცოდნის გაზიარებასა და განათლებას. რა თქმა უნდა, Classroom G პლატფორმა, რომელზეც მასწავლებლები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ვინაიდან ეს არის ონლაინ პლატფორმა. აღსანიშნავია, რომ მათ დაამატეს რამდენიმე ახალი აპლიკაცია მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის. სხვა დეტალები შეგიძლიათ ნახოთ აღწერაში. პოდკასტის პარტნიორია Ketogen G და მათი გამორჩეული პროდუქტი გონების ოპტიმაიზერი. ამ ეპიზოდს ახალ სტუდიაში ვიწერთ, რაც ახალი ეტაპი არის მწარე პოდკასტის განვითარებისთვის. კვლავ მადლობას ვუხდი ამისთვის სკოლა არქიმედეს, რომელმაც ეს სივრცე დაგვითმო სტუდიის მოსაწყობად. და ახალი სტუდიის აღსანიშნავად ასევე მინდა ასე სპონტანურად დავიწყო პოდკასტების ის სერია, რომელიც დიდი ხანია მინდოდა გამეკეთებინა სხვათა შორის, მაგრამ როგორ დამეწყო ან როდის ზუსტად არ ვიცოდი, ველოდებოდი ამ მომენტს და ესე უცებ და სპონტანურად დაგვეცა ეს მომენტი და ახალი სტუდიის გახსნა, იქ ჩაწერა, რა თქმა უნდა, ალბათ ნიშანი არის ამისთვის. ახალი სერია მეძღვნება ისტორიულ პიროვნებებს, ეს იქნება ბიოგრაფიების სერია პოდკასტების სახით, ისტორიული პორტრეტები, რომელზეც შეიძლება შეხვდეთ როგორც მეფეთა, მხედართმთავართა, სახელმწიფო მოღვაწეების, პოლიტიკოსების და ასე შემდეგ ბიოგრაფიები, ეს შეიძლება იყოს მეცნიერების, ეს შეიძლება იყოს მწერლების და ასე შემდეგ. ანუ არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ესენი იყვნენ ეპოქალური ადამიანები, ეპოქალური არა მარტო მსოფლიოსთვის, არამედ შეიძლება კონკრეტული რეგიონისთვის, კონკრეტული ქვეყნისთვისაც. შესაბამისად, ჩვენ გვექნება როგორც ქართველების ბიოგრაფიები, ისე უცხოური ბიოგრაფიები, ანტიკური შუა საუკუნეების, ახალი და ასე შემდეგ. ვეცდები, რომ საინტერესოდ მოგითხროთ ყველა ეს ბიოგრაფია და ამავე დროს ვეცდები, რომ იყოს შედარებით უფრო ლაკონური და ძალიან არ გადაუტვირთო ამ შემთხვევაში მსმენელი დიდი ინფორმაციით, ვინაიდან ჩვენ იმ ისტორიულ თემებზე, იმ ისტორიულ ეპოქებზე, რომლებშიც ეს ისტორიული პიროვნებები მოღვაწეობენ, ისედაც საუბრობთ ხოლმე. ბევრი ეპიზოდი გვაქვს ჩაწერილი იგივე რომის ისტორიაზე, ნაპოლეონის ეპოქაზე, შუა საუკუნეების საქართველოზე და ასე შემდეგ. ამიტომ ვეცდები, რომ ზოგიერთი ისეთი დეტალი, რაც უკვე ბევრჯერ მოგვიყოლია ამ პოდკასტში, თავიდან ავირიდო, შედარებით მოკლედ გაგაცნოთ და უფრო აი ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ ამ თუ ისტორიულ პირზე, თანაც რა თქმა უნდა მაქსიმალურად დემითოლოგიზებული უნდა იყოს ეს ყველაფერი, ვინაიდან არის ესეთი გამონათქვამი, რომ დიდი ადამიანები მხოლოდ იმიტომ გვეჩვენებიან ასეთებად, რომ ჩვენ თვითონ მუხლებზე ვდგავართო. დიდი ადამიანები ისევეთივე საზოგადოების ნაწილები არიან, ისეთივე ადამიანები არიან, ისინი სხვა ეპოქაში მოღვაწეობდნენ, მათ აღზევებას თუ დაცემას თუ წარმატებას თუ წარუმატებლობას სხვადასხვა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ბუნებრივია აქ არის ადამიანის ნიჭიერებაც, აქ არის მისი უნარებიც და ამას დამატებული ის გარემო ფაქტორები, რომლებიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ხოლმე. ამ თემაზე ძალიან დიდი ხანია მსჯელობენ, მათ შორის მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ფრანგული ჟურნალის ანალების სკოლის წარმომადგენლები მსჯელობდნენ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ცალკეული ინდივიდუალური პიროვნებები ისტორიისათვის და ვფიქრობ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ასეც ითქვას, რომ აი ზოგიერთმა პიროვნებამ, ზოგიერთმა ადამიანმა შექმნა ეპოქა. მაგალითად ზოგიერთ ეპოქას ჩვენ ვიცნობთ კიდევაც რომელიმე ადამიანის სახელის მიხედვით, მაგალითად
ნაპოლეონის ეპოქა, 19 საუკუნის დასაწყისი, ფაქტობრივად არის ამ ადამიანის სახელთან დაკავშირებული, შესაბამისად შეათამბობენ, რომ ნაპოლეონის ეპოქა, ნაპოლეონის ომებია. ამიტომაც აი ასეთ შემთხვევებიც გვაქვს. ალექსანდრეს შეიძლება ითქვას, ალექსანდრემ მე საფუძველი ჩაუყარა ელინისტურ ეპოქას, რომელსაც პრინციპში შეიძლება მის სახელიც ეწოდოს და ასე შემდეგ. პირველი ეპიზოდი ძალიან რთული იყო, შემერჩია აი ვისი ბიოგრაფიით შეიძლება დაგვეწყო ეს ყველაფერი, მაგრამ რა ვიცი, ვინაიდან მე ძალიან მიყვარს ძველი რომის ისტორია, ჩემს მსმენელმა ეს კარგად იცის, მთელი რიგი ეპიზოდები გვაქვს ჩაწერილი რომის ისტორიაზე და ვსურდებ ხომ პირობას, რომ რომის ისტორიის სერია რო დავიწყეთ, იმასაც დავამთავრებ მეთქი და ერთხელაც ალბათ ეხლა ეს სტუდიაში შეძლებულობას მომწევს უფრო მეტად, რომ ინდივიდუალურად ეს სერია მართლა დავამთავრო. მაგრამ დღეს მინდა გესაუბროთ ერთ ძალიან დიდ ისტორიულ პიროვნებაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ყველა დროის ყველაზე სახელოვან იმპერიასაც და ამავე დროს თავის სახელი აქცია ტიტულად, რომელიც მოოლ იმპერიების მმართველები იყენებდნენ, ეს არის გაიუს იულიუს კეისარი. მის აი ამ საგვარეულო მეტსახელს კეისარს ალბათ სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა იმპერიაში ხდებოდით ხოლმე თქვენც, როცა კითხულობდით თუნდაც იგივე საღვთო რომის იმპერიის შესახებ, სადაც ხდება ტიტული კაიზერი, თუნდაც რუსეთის ისტორიის შესახებ, როცა ხდება цаრი და ასე შემდეგ. იგივე წოდებას ხოდაშორის იღებდნენ როგორც გვიანდელი ბიზანტიის იმპერატორები, ოსმალეთის სულთნებსაც კი ჰქონდათ მასზე პრეტენზია და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს იყო რომის ძალაუფლების იმპერიის სიმბოლო. გაიუს იულიუს კეისარი არის ძალიან კონტროვერსიული პიროვნება. ვინაიდან ერთი შეხედვით აი ზოგადად სახელმძღვანელოებიდან, ზოგადად ესეთი ბიოგრაფიული წიგნებიდან ისე ჩანს, რომ ეს არის ძალიან დიდი რომაელი მოღვაწე, ეს იყო განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანი, დიდი მხედართმთავარი, დამპყრობელი და ასე შემდეგ, მაგრამ მასზე არსებობს განსხვავებული შეხედულებები. მათ შორის ზოგიერთი იტალიელი ავტორი, გიერემო ფერერო მაგალითად მიიჩნევდა, რომ იულიუს კეისარის უბრალოდ დრო დაემთხვა ისეთი, რომ მან აი ამ სამოქალაქო ომების წიაღში საბოლოოდ აი ისეთი დრო შეარჩია, რა დროსაც შეიძლებოდა რომ ასეთ მხედართმთავარს და ასეთი ბევრი იყვნენ ძველი საღვთის პირველ საუკუნეში, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ რომში, ვინაიდან რომის რესპუბლიკა დასასრულისკენ მიდიოდა, აი მან მოახერხა ზუსტად ხელში ჩაეგდო ძალაუფლება და მოვიდა სათავეში. ზოგიერთი ავტორი უარყოფითადაც განეხილავს კეისრის მოღვაწეობას და მიიჩნევს, რომ აი რესპუბლიკელები, რომელთაც ის მოკლეს, ბრუტუსი, კასიუსი და შემდეგ, მართლაც შეიძლებოდა ესე ვთქვათ, სწორი ნაბიჯი გადაედგათ. თუმცა ეს უფრო იდეურად ბუნებრივია, ვინაიდან რეალური შედეგი ამას შემდგომში მართლაც არ მოყვა და ვერც უნდა მოყოლოდა, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური, რაც ამ პერიოდში რომის ისტორიაში ხდებოდა. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ის იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი მხედართმთავარი, მათ შორის აი ამ მხრივ გამოირჩევა თეოდორ მომზენი, რომის ისტორიის ალბათ ყველა დროის უდიდესი მკვლევარი. ეს არის ფაქტობრივად ერთ-ერთი კაცი, ვინც ესეთ ისტორიულ ნაშრომში ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში, ასე რომ გასაგებია უკვე რა მასშტაბის ისტორიკოსი არის საუბარი. იულიუს კეისარი დაიბადა ძველ საერთაშორისო 100 წელს დაახლოებით, ასე მიიჩნევა და მიახლოებითია ხოლმე მაინც ეს თარიღები მეტნაკლებად, იმიტომ რომ იგივე პომპეუსი, კრასუსი და ასე შემდეგ ამ პერიოდში მოღვაწე სხვა ადამიანებიც, ასევე აი მიახლოებით თანაბარი ასაკისები იყვნენ, ან ოდნავ უფრო უფროსები კეისარს, მაგალითად პომპეუსი მიიჩნევა ძველ საერთაშორისო 106 წელს დაიბადა და ასე შემდეგ. კეისრის მთელი ცხოვრება, ანუ ეს არის ძალიან წარჩინებული საგვარეულოდან, იულიუსების საგვარეულოდან, რომლებსაც ჰქონდათ საგვარეულო ლეგენდა, თითქოს ისინი იყვნენ ენიასის შთამომავლები. ენიასი ითვლება ტროელა გმირად, რომელმაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა იტალიაში რომაელებს, ზოგადად ამის გახდა რომაელების მამამთავარი. შესაბამისად, ისინი ძალიან ამაყობდნენ თავიანთ საგვარეულოთი, ეს იყო რომის ერთ-ერთი უძველესი პატრიციული საგვარეულო, იულიუსების გვარი. ასევე ისინი თავიანთ თავს მიიჩნევდნენ ქალღმერთ ვენერას შაუმავლებად და ყოველთვის მას უკავშირებდნენ ხოლმე იულიუსების სახელს. იმ პერიოდში, როდესაც კეისარი დაიბადა რომში, აი აქ მიმდინარეობდა სამოქალაქო დაპირისპირება ორ ძირითად დაჯგუფებას შორის სენატში. ერთ ნაწილს, რომელსაც ეწოდებოდათ პოპულარები, მას წარმოადგენდა გაიუს მარიუსი. გაიუს მარიუსი იყო განთქმული რომაელი მხედართმთავარი, ერთადერთი რომაელთა შორის,
რომელმაც 7 გზის მიიღო კონსულის წოდება. გაიუს მარიუსი იყო კიმბრებისა და ტევტონების დამარცხებელი, ნუმიდიის მეფე, იუგურთას დამარცხებელი, მან რომის გადამრჩენელი სამშობლოს მამის წოდება ჰქონდა და ასე შემდეგ. და სწორედ აი მისი ნათესავი იყო გაიუს იულიუს კეისარიც, ვინაიდან მარიუსს ცოლად ყავდა კეისრის მამიდა. შესაბამისად, ის დაკავშირებული იყო უკვე როგორც ამ შემთხვევაში პოლიტიკური ინტერესებით, ასევე ნათესაურადაც კი აი ამ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რომელსაც ეწოდებოდათ პოპულარები. მაგრამ არსებობდა მეორე დაჯგუფება, რომელიც უფრო კონსერვატიული იყო და უფრო მეტად არისტოკრატების უფლებებისთვის იბრძოდა და იმ სენატორული კლასისა, რომელიც ამ შემთხვევაში ძველი რომის რესპუბლიკას ახასიათებდა, ეს იყო ოპტიმატები და ოპტიმატების ლიდერი იყო გაიუს მარიუსის ყოფილი ერთ-ერთი სარდალი, რომელიც მას თან ახლდა იუგურთასთან ომში, ეს იყო ლუციუს კორნელიუს სულა. კეისრის ახალგაზრდობა სწორედ დაემთხვა პერიოდს, როდესაც მარიუსელები დამარცხდნენ სულანელებთან, ანუ ოპტიმატებმა გაიმარჯვეს ამ კონფლიქტში და ლუციუს კორნელიუს სულა შევიდა რომში თავისი ჯარით. ეს იყო სხვადასხვა პირველი შემთხვევა, როდესაც რომაელებმა თვითონ აიღეს რომი. და ეს იყო მომასწავებელი აი იმ კრიზისისა, რომელიც არსებობდა ამ პერიოდის რესპუბლიკაში. ანუ კეისრის ახალგაზრდობა, ბავშვობა და შემდეგ ეს პერიოდი ნახოთ რამდენად რთული არის აი ამ პოლიტიკური მოვლენებით. მან ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო და გარკვეულწილად მან ძალიან ბევრი რამ გადაიტანა ამ პერიოდში. ის ვინაიდან დანაცავებული იყო მარიუსთან, შემდგომში ცოლად ირთავს მარიუსის ერთ-ერთ ყველაზე ერთგული და ძლიერი მოკავშირის ლუციუს კორნელიუს ცინას ასულს, რითაც ასევე ხდება ლუციუს კორნელიუს სულას მოწინააღმდეგე. მას შემდეგ რაც სულამ რომში დაიწყო პროსკრიფციები იყო სიები, რომელშიც სულას გაწერილი ყავდა ის ადამიანები, რომელთა თავიდან მოშორება იყო საჭირო, ან ქონების ჩამორთმევა, ან სიკვდილი და ან გადასახლება ან შემდეგ და ითვლებოდნენ მის მოწინააღმდეგეებად, აი კეისარი სწორედ აი ამ სიაში მოხვდა. სულამ თვალი დაადგა, მოკლედ რომ ვთქვათ, გაიუს იულიუს კეისარს, ახალგაზრდა, ძალიან ენერგიულ, ძალიან ნიჭიერ ბიჭს, ძალიან წარჩინებული საგვარეულოდან, თუმცა ვინაიდან იულიუსებს ძალიან ბევრი ახლობელი ყავდათ, ნაცნობი ყავდათ სენატორთა კლასში, მოახერხეს მისი გადარჩენა. მიუხედავად ამისა, სულამ კეისარს მოსთხოვა, რომ გაყროდა ცოლს, ანუ კორნელიუს ცინას ასულს, რაზეც კეისარმა სხვადასხვა უარი უთხრა, რაც კიდევ ერთი მიზეზი გახდა სულას განრისხებისა და ამავე დროს სულამ მოუწოდა იულიუსს, რომ წასულიყო დაეტოვებინა რომი და სხვადასხვა ის ტოვებს მართლაც ამ პერიოდში რაღაც პერიოდს მანძე თავს აფარებს სხვადასხვა ქალაქებში, ვინაიდან სულანელები მას დევნიან, თუმცა საბოლოოდ გადაურჩება სულას. ერთი გადმოცემა არსებობს თქოს დიქტატორს სულას უთქვამს, რომ აი ამ ბიჭიო ძალიან ბევრი მარიუსი ზისო, ანუ თითქოს მან წინასწარ განჭვრიტა, რომ იულიუს კეისარი იქნებოდა ის, ვინც შემდგომში ყველაზე დიდ პრობლემას შეუქმნიდა ოპტიმატებს და გააძლიერებდა მარიუსელებს, ანუ პოპულარებს. აი ეს პოლიტიკური კრიზისი და რო გავიგოთ, რომ რა პერიოდში არის ამ შემთხვევაში იულიუს კეისრის ახალგაზრდობა, რა პერიოდში გაატარა მან, უნდა წარმოვიდგინოთ და დავიწყოთ ეს ყველაფერი ალბათ ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსებიდან. ტიბერიუს და გაიუს გრაკხუსები იყვნენ ძველი საერთაშორისო მეორე საუკუნის ბოლოს მოღვაწე რომაელი წარჩინებული ძმები, რომელთაც წამოაყენეს კანონპროექტი და ეს კანონპროექტი გარკვეულწილად აგვარებდა რესპუბლიკაში არსებულ პრობლემას. ეს პრობლემა ძირითადად ეხებოდა როგორც მიწებს სხვათა შორის და ეს მიწების პრობლემა არსებობდა რომში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტერიტორიები, რომელიც რომმა შეიძინა ამ პერიოდში, იტალიაში იქნებოდა თუ მისაზღვრებს გარეთ, ძირითადად ხელში ჩაეგდო შემდგომში სენატორთა კლასმა, არ ხდებოდა მიწების თანაბარი გადანაწილება, იწყებოდა მოსახლეობის გაღარიბება, დაიწყო მონების მასიური შემოდინება რესპუბლიკაში და ამან გარკვეულწილად სერიოზული პრობლემები გააჩინა და რომში ეს წოდებული დაბალ საშუალო ფენას შეუტია. და აი გრაკხუსებს სწორედ ამის მოგვარება სურდათ, მიწის რეფორმის გატარება სურდათ, თუმცა არ მიიღეს ეს ოპტიმატება და თავიდან მოიშორეს ორივე ძმა და სწორედ აი აქედან იწყება ის დაპირისპირება, გაღრმავება დაპირისპირებისა, რომელიც არსებობდა რომში თავის დროზე ჯერ კიდევ პატრიციებსა და პლებეებს შორის, ხოლო შემდგომში უკვე უფრო შედარებით გვიან პატრიციებულ არისტოკრატიასა და ასევე იმ პატრიციებს შორის, რომლებიც ეცადნენ, რომ აი გამოეყენებინათ ეს ხალხის ძალა, ასე ვთქვათ, თავიანთი ძალაუფლების მოსახვეჭად. იულიუს კეისარი მას შემდეგ რაც სულა გარდაიცვალა, უკვე ახერხებს ნენელა დაწინაურებას. ის ძალიან გამორჩეული ორატორი იყო, მჭერმეტყველი იყო ძალიან. თავდაპირველად მისი გამოსვლები შედარებით სუსტი იყო, მაგრამ შემდგომში, როგორც ცნობილია, მან იმოგზაურა კუნძულ როდოსზე
და საერთოდ მაშინ რომაელებს და ბერძნებს ახასიათებდათ ხოლმე ორატორული ხელოვნების შესწავლად მიდიოდნენ ხოლმე რომელიმე ძალიან ცნობილ მასწავლებელთან და იყო ესეთი აპოლონიოს მოლონი, რომელიც მოღვაწეობდა როდოსზე და სხვადასხვა ციცერონიც კი იმასთან სწავლობდა, ცნობილი რომაელი ორატორი ციცერონიც კი იმასთან სწავლობდა თითქმის თავის ჭერმეტყველებას და ორატორულ ხელოვნებას. ასე რომ კეისარიც იქ გაემგზავრა და იქიდან დაბრუნების შემდეგ ყველა გააუცა თავისი შესანიშნავი გამოსვლებით, როგორც იქნებოდა ეს ამ შემთხვევაში კონკრეტული სასამართლოები, თუ იქნებოდა მაგალითად ხალხის წინაშე თქვით გამოსვლა მაგალითად რაიმე თემასთან დაკავშირებით და სხვადასხვა ასევე ცდილობდა რომ რადგან სულ აცოცხალი აღარ იყო და სუსტდებოდა შედარებით ოპტიმატები, ნელ-ნელა ისევ დაებრუნებინა მიმოქცევაში აი ეს მარიუსელების პოლიტიკა და ამავე დროს გაიუს მარიუსის დიდება. მაგალითად იყო შემთხვევა, როდესაც კეისარი იყო რომის მერი, ანუ ედილი ეს იყო ასე თანამდებობა, რომელიც ძალიან დიდ ხარჯებს მოითხოვდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში სწორედ აი იმ ადამიანისგან, ვინც ამ თანამდებობას იკავებდა და ამავე დროს იყო შესაძლებლობა, რომ აი ამით მოეხვეჭა უფრო მეტი სახელი და დიდება და აი მედილობის პერიოდში მან გამოატანინა დიდი ბარელიეფები, რომელიც გამოსახული იყო მარიუსის გამარჯვებები და თითქოს ეს რომაელები მე თვალწნებლებდნენ, ათვალიერებდნენ ამ ყველაფერს და იხსენებდნენ დიდ მხედართმთავარს, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო მაგალითად ოპტიმატებისთვის, რომლებიც მარიუსელთა მტრებად ითვლებოდნენ. მიუხედავად ამისა, კეისარი საკმაოდ ფრთხილი აღმოჩნდა და მან საბაბი არ მისცა, ანუ სულანელებს, განსაკუთრებით ესეთ ძლიერ სულანელებს, როგორც იყო მაგალითად პომპეუსი, რომელიც თავის დროზე გამოირჩა იმით, რომ სულას მხარეს მალე გადავიდა და შემდგომში მის მხარეს იბრძოდა და სხვადასხვა სულამ მიანიჭა მას ის სახელი მაგნუს, ანუ დიდი, რომელიცაც შემდგომში თავს იწონებდა ხოლმე პომპეუსი, თუმცა ზოგს გონია რომ აღმოსავლეთის და პრობის მერე მიიღო ეს სახელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. და კეისარმა მოახრა თავის გადარჩენა. ანუ ამ ადამიანს ჰქონდა ძალიან ძლიერი ნებისყოფა, არ უყვარდა ბევრი რამის დათმობა, მაგრამ ამავე დროს იცოდა როგორ მოქცეულიყო საჭირო დროს, როდის რა ნაბიჯი გადაედგა. ის ნელ-ნელა ახერხებს დაწინაურებას ამ პოლიტიკურ იერარქიაში, მათ შორის ძალიან საინტერესო მომენტი არის, როდესაც ის ხდება პონტიფექს მაქსიმუსი, ანუ დიდი ქურუმი და სხვადასხვა ძალიან ამაყობდა ამ წოდები და ძალიან მნიშვნელოვანი წოდება იყო. თანამედროვეობაშიც კი რომის პაპს აქვს ეს წოდება პონტიფექს მაქსიმუს, ანუ უმაღლესი ქურუმი, უმაღლესი ღვთისმსახური. და იულიუს კეისარი თავის დროზე ფლობდა აი ამ წოდებას რომში, ის იყო იუპიტერის უმაღლესი ქურუმი რომში. ძალიან საინტერესოა, რომ აი რომში პოლიტიკურ კარიერას როგორ იკეთებდნენ ადამიანები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მათ უნდა გაეღოთ უზარმაზარი ხარჯები იმისთვის, რომ ხალხი მოემადლიერებინათ, უნდა ყოლოდა ძალიან ბევრი კლიენტი ეგრეთ წოდებული და რა იყო რომში კლიენტი. კლიენტი იყო ადამიანი, რომელიც შენზე იყო დამოკიდებული, ანუ შენ თუ მაგალითად მიაღწევ დრამა პოლიტიკურ წარმატებას, მე ისიც რაღაცა მოგებას ნახავდა ამითან, შენ აჭმევდი იმას ყოველდღიურად და ამას შემდეგ. აი ეს მომადლიერებული ხალხის მასა შემდგომში დიდ განსხვავებას ქმნიდა ხოლმე არჩევნებზე და იულიუს კეისარი ზუსტად ამას აკეთებდა, რომ მასიურად ზდიდა თავის მომხრეების რაოდენობას და ძალიან ამ პოლიტიკით მან მოახერხა მალე თანამდებობების მიღება. ეს თანამდებობები იყო პონტიფექს მაქსიმუსი, ედილი, პრეტორი და ასე შემდეგ. მაგალითად, პირველი სამხედრო ნათლობა მისი იყო აღმოსავლეთში, როდესაც ის გაემგზავრა მიტილენეს ალყაში მონაწილეობდა. ეს ხდება მითრიდატული ომების ფარგლებში, შემდგომში ის ძალიან საინტერესო ეპიზოდია, როდესაც მეკობრეებსაც კი ჩაუვარდა ტყვედ და ეს ხშირად არის ხოლმე გამოყვანილი მის ხასიათის საჩვენებლად, თუ რამდენად პატივმოყვარე იყო კეისარი, ვინაიდან მეკობრეებმა მის გამოსასყიდად 20 ტალანტი დააწესეს და კეისარმა შეურაცხყოფად მიიღო ეს და 50 დააწესებინა, იმიტომ რომ თქვა რომ მე გაცილებით ძვირი ვღირო ვარ ვიდრე ეს არისო. ამავე დროს კეისარი როგორც ჩანს იყო საკმაოდ შურისმაძიებელი კაცი და მან შემდგომში როდესაც ეს ფული მოიტანეს და გაათავისუფლეს მეკობრეებმა, რამდენიმე ხომალდი შეკრება დაედევნა მეკობრეებს და ჯვარსაცვას უყველა, როგორც ცნობილია შემდგომში, ანუ შური იძია ამ ადამიანებზე. კეისრის პირველი ესეთი დაპყრობითი ომი შეიძლება არ ერქვას მთლად, უფრო მცირე მასშტაბისა იყო, მაგრამ იყო მაინც ესპანეთში პრეტორობის პერიოდში, როდესაც ის უკვე დაწინაურებული არის სამხედრო სამსახურში, პოლიტიკური კარიერა გაკეთებული აქვს მეტნაკლებად და მიემგზავრება ესპანეთში, სადაც რამდენიმე ტომი, როგორც ცნობილია, მან დაიმორჩილა და გარკვეულ სამხედრო წარმატებას მიაღწია. აი ამავე პერიოდს უკავშირდება ეს პლუტარქეს გადმოცემა, რომ კეისარი ალექსანდრე მაკედონელის ძეგლი ნახა, ან მეორე ვერსიით ამ შემთხვევაში კითხულობდა ალექსანდრეს შესახებ და ცრემლი წამოუვიდა და თქვა, რომ აი ჩემ ასაკშიო ალექსანდრეს მთელი მსოფლიო ქონდა დაპყრობილი და სიცოცხლეს დამთავრებული და მე კიდევ ჯერ არაფერი არ გამიკეთებიაო.
ამავე დროს კეისრის ხასიათს ალბათ კარგად აჩვენებს ის სიტყვები, როდესაც მან ერთ-ერთი გალიის ერთ-ერთი მივარდნილი ქალაქის ნახვის დროს თქვა, რომ მე მირჩევნია რომ აქ ვიყო პირველი ვიდრე მეორე რომშიო. გარკვეულწილად ესეთი გამონათქვამები, რომლებიც ხშირად უკავშირდება ხოლმე ესეთ ისტორიულ პიროვნებებს, არ შეესაბამება სიმართლეს იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება მას სიტყვით ასეთი რამ არასდროს არ უთქვამს. მაგრამ ეს ხშირად გამოხატავს ხოლმე მის ხასიათს. ალბათ ხშირად ხსმენიათ გამონათქვამი, მაგალითად ლუი მე-14-ს მიაწერენ ხოლმე, რომ მე საფრანგეთის მე ვარ, მაგალითად ლუი მე-14-ს მიაწერენ ხოლმე, რომ ჩემს მერე თუ მინდა წარღვნა ყოფილა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მათ არც უთქვამთ რეალურად, არც არასდროს დაუწერიათ, მაგრამ მათი ცხოვრებიდან და მათი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ლოგიკურად მიაჩნიათ ხოლმე, რომ აი ეს ასახავს მათ პოლიტიკას, მაგალითად იგივე ლუი მე-14 იყო აბსოლუტიზმის ყველაზე ესეთი კაშა წარმომადგენელი ევროპაში და ამიტომ საფრანგეთის მე ვარო შეიძლება მართლა რაღაცნაირად ამ ადამიანთან გაიგივდეს ეს გამონათქვამი. ისევე როგორც კეისართან შეგვიძლია გავაიგივოთ მისი ის ცნობილი ფრაზები, რომლებიც მე დავასახელე და ამავე დროს ის განთქმული ვენი ვიდი ვიცი, მივედი ვნახე გავიმარჯვე, რომელიც მის ასევე განსაკუთრებულ სამხედრო უნარებზე მეტყველებს და რომელიც მას შემდგომში ძალიან კარგად წარმოაჩინა როგორც გალიაში, ისე აღმოსავლეთში ომების დროს. გაიუს იულიუს კეისარი სხვადასხვის ძალიან საინტერესო მოწინააღმდეგეები ყავდა პოლიტიკური რომში, იმიტომ რომ ის უკვე საფრთხედ აღიქმებოდა, როდესაც 30 წელს გადააბიჯა კეისარმა, რომში უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ოპტიმატებისათვის. მისი მოწინააღმდეგე იყო მათ შორის მარკუს პორციუს კატონი და ეს კატონი და სხვადასხვის პირველი კატონის უფროსი, ეს არის კატონ უმცროსი. კატონ უფროსი ბევრმა თქვენგან ალბათ იცის ცნობილი გამონათქვამით კართაგენი უნდა დაინგრეს, კართაგო დელენდა ესტ. ეს არის მისი უმცროსი წარმომადგენელი ამ საგვარეულოსი და კატონი მაგალითად ყოველთვის ვარაუდობდა და ეჭვი ჰქონდა იმაში შეტანილი, რომ კეისარი იყო თუ არა კატილინას შეთქმულების წევრი. იმიტომ რომ ძველსაწყისში 60-იან წლებში, პირველი საუკუნის 60-იან წლებში რომში მოხდა ესეთი მოვლენა, კატილინას შეთქმულება. კატილინა იყო ერთ-ერთი სენატორთა კლასიდან, რომელმაც ფაქტობრივად აი პოპულარების მხარეს წარმოადგენდა ამ დროისთვის ის, რომელმაც სცადა შეთქმულების მოწყობა და ძალაუფლების ხელს ჩაგდება რომში და მიიჩნეოდა, რომ კეისარის თითქოს თანაუგრძნობდა ამ შეთქმულებას. მაგალითად იყო ასეთი ეპიზოდი, როდესაც სენატის ხდომის დროს კატონი გამოდიოდა სიტყვით კატილინას წინააღმდეგ და კეისარს რაღაც ბარათი მიაწოდეს ამ დროს ჩუმად და მან ჩუმად წაიკითხა ეს ბარათი და გადაახვია და დაინახა ეს ყველაფერი კატონმა და უბრძანა, რომ ეხლავე მომეცი ეგ წერილი, რათა წავიკითხო და ვაჩვენო ყველას, რომ შენ კატილინას შეთქმულებთან გაქვს მიმოწერაო. კეისარი იზურებული გახდა, მიეცა ბარათი და ბარათი აღმოჩნდა კატონის ნახევარდის სერვილია სასიყვარულო წერილი კეისრის მიმართ. და შეცნობილია, რომ მერე შეგარყვნილო და ფეხებში მიუგდო კატონმა ეს წერილი და ძალიან საინტერესოა ხა სერვილია რომ ვახსენე აქ, იმიტომ რომ სერვილია არის ალბათ კეისრის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საბედისწერო ქალი, ფენ ფატალ არის ასე თქვა რა, გარკვეულწილად, იმიტომ რომ სერვილია იყო დედა მარკუს იუნიუს ბრუტუსისა. მარკუს იუნიუს ბრუტუსი ხშირად ითვლება ხოლმე, რომ კეისრის შვილი იყო. არის ესეთი გადმოცემები, თითქოს მან მერე სიკვდილის წინაც, როდესაც ბრუტუსმა ბოლოს ჩასცა მას მახვილი, თითქოს უთხრა, რომ შენ შემოშვილო, ასეთი გამოგადმოცემაც არსებობს. და მიიჩნევა ხოლმე, რომ აი თითქოს ბრუტუსი კეისრის შვილი იყო და ძალიან საეჭვოა სხვადასხვა. ნუ სერვილია და კეისარი სავარაუდოდ ახალგაზრდობიდანვე კი იცნობდნენ ერთმანეთს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ კეისარსა და ბრუტუს შორის ასაკობრივი სხვაობა სულ იყო 15 წელი. ამიტომაც მაგალითად იგივე ედრიენ გოლსორთის, რომელიც იულიუს კეისრის თანამედროვე ბიოგრაფიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული არის და ვრცელტანიანი ბიოგრაფია აქვს დაწერილი, ძალიან ეჭვში აქვს იმაში, რომ ამდენად იყო ბრუტუსი კეისრის შვილი, მაგრამ ჩვენ ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ. რომში ზოგადად არსებობდა ეგრეთ წოდებული ნაშვილობის ინსტიტუტი. ანუ რომაელი წარჩინებულები შეიძლება იშვილებდნენ ხოლმე რომელიმე სხვა გვარის წარმომადგენელს თუნდაც და შემდგომში მას თავის მემკვიდრედ აცხადებდნენ თუ ჩათვლიდნენ მას ღირსეულად. ან ყოფილა შემთხვევა, რომ მეორე ქორწინების დროს, თქვათ, იმ ცოლისგან, ცოლის წინაქმნისგან შეძენილი შვილი, მაგალითად მეორე ქმარს უშვილებია და იმისთვის გადაუცემ მემკვიდრეობა. ამიტომაც ეს გავრცელებული პრაქტიკა იყო და ბუნებრივია თუ კეისარს სერვილიასთან ჰქონდა სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა, შეიძლება რომ ბრუტუსიც გარკვეულწილად თავის შვილად მიეჩნია, მიეღო. ამიტომაც მისი დამოკიდებულება ბრუტუსისადმი, რომელიც შემდგომში ავლეს ძალიან ხშირად სხვადასხვა, ძალიან შემწყნარებელი არის ბრუტუსის მიმართ, ძალიან დადებითად არის ყოველთვის განწყობილი, თან არა მხოლოდ მარკუს იუნიუს ბრუტუსი, არამედ დეციმუს იუნიუს ბრუტუსის მიმართაც კი, რომელიც ასევე არის კიდევ ერთი წარმომადგენელი ამ ოჯახიდან და ისიც იღებდა მონაწილეობას კეისრის წინააღმდეგ შეთქმულებაში. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ორივე მათგანს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა კეისართან და მისი მომხრეებადაც კი ითვლებოდნენ თავის დროზე, განსაკუთრებით დეციმუს იუნიუს ბრუტუსი.
რაც შეეხება კეისრის აი ძირითად პოლიტიკურ ნაწილზე რომ გადავიდეთ ჩვენი საუბრისა, ვინაიდან მის პირად ცხოვრებას და შემდეგ რაც შეგვეძლო მეტნაკლებად ვისაუბრეთ, ან თუ კლეოპატრას არ ჩავთვლით შემდგომში, თუმცა ერთი ეპიზოდის მოყოლა კიდევ შეიძლება, როდესაც კეისარმა პირველად შეიძინა ასეთი მომხრე, ეს იყო კლოდიუს პულხერი, პულხერ ლათინურად ნიშნავს ლამას. ეს კაცი როგორც მიიჩნეოდა, საკმაოდ ფიზიკურად მიმზიდველი კაცი იყო და ძალიან უცნაურია, რომ მას უყვარდა კეისრის ცოლი, ძალიან მოსწონდა. რომში იყო ერთ-ერთი დღესასწაული, რა დროსაც მხოლოდ ქალები იკრიბებოდნენ ხოლმე სახლში, ისინი ნადიმობდნენ და სწორედ კლოდიუს პულხერმა, რომელიც შეყვარებული იყო კეისრის ცოლზე, გადაწყვიტა, რომ კეისრის ცოლთან შეპარული იყო. ამიტომ გადაიცვა ქალის ტანსაცმელი, გამოეწყო როგორც ქალი და შევიდა აი ამ ფესტივალზე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ აღმოაჩინეს ძალიან მარტივად, იცნეს, რომ კაცი იყო და სულ სიცილკისკისით გამოაგდეს იქიდან ქალებმა. ეს კეისარმა შეიტყო, ბუნებრივია და პირველი რაც მოიმოქმედა იყო ეს. ის გაშორდა თავის ცოლს და ასეთი ფრაზა თქვა: კეისრის ცოლი ეჭვებზე მაღლა უნდა იდგესო. რაც ასევე მეტყველებს მის მიზანსტრაფულობაზე, ნებისყოფაზე და იმ мотиваციაზე, რომელიც რა თქმა უნდა კეისარს ჰქონდა თავის პოლიტიკური კარიერის მიმართ. ანუ ყველაფერზე შეიძლებოდა ამ კაცს, მაგალითად, უარი ეთქვა, ყველაფერზე შეიძლებოდა უარეყო, რაღაცა შეიძლებოდა არ გაეკეთებინა, მაგრამ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ პოლიტიკური წარმატებისთვის მიაღწია. აშკარად მისი მთელი კარიერა, მისი მთელი ცხოვრება არის აი მიზანსტრაფულად მიდის ის რაღაც ერთი დიდი მიზნისკენ, რაც არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება რომში. რაც არ იყო მარტო კეისრის რაღაცა იდეა ფიქსი, ეს იყო იმდროინდელი რომაელი სარდლებისთვის გარკვეულწილად აი ესეთი წარმოდგენა არსებობდა. განსაკუთრებით ამას ხელი შეუწყო გაიუს მარიუსის რეფორმებმა, რომელიც მან გაატარა ძველი საერთაშორისო მეორე საუკუნის მიწურულს. ეს რეფორმა წარმოადგენდა იმას, რომ რომში არმია გახდა მოხალისეობრივი, შეიძლება ნებისმიერი ფენის წარმომადგენელი წასულიყო არმიაში, გამხდარიყო ლეგიონერი, რა თქმა უნდა რომის მოქალაქე თუ იყო, თუ არა დაგახდებოდა აუქსილიარი და შემდგომში ის იღებდა სახელმწიფოსგან აღჭურვილობას, იღებდა ჯამაგირს და ცხოვრობდა ბანაკში. შესაბამისად, ნელ-ნელა ეს ადამიანები, რომლებიც მუდმივად სამხედრო სამსახურში იყვნენ, უკავშირდებოდნენ ძალიან ისეთ მჭიდროდ იმ პიროვნებებს, რომლებთან ერთადაც ისინი სამხედრო წარმატებას აღწევდნენ. და ეს შემდგომში იწვევდა ლოიალობას მათში. მაგალითად, იყო რამდენიმე სარდალი, რომელსაც სათავისოდ გამოიყენა თავის ჯარისკაცების ერთგულება. ესეთი იყო მაგალითად გაიუს მარიუსი, ლუციუს კორნელიუს სულა, რომელსაც რომი აიღო თავისი ჯარისკაცებით. რა თქმა უნდა, პომპეუსი, გნეუს პომპეუსი, რომელიც რომში ამ დროს ყველაზე ძლევამოსილი კაცი იყო. ფაქტობრივად, თავისი აღმოსავლეთის აპყრობის ვეტერანებით შემდგომში ძალიან იყენებდა ამ ყველაფერს დასაყრდენად რომში ძალაუფლებისათვის და მათ შორის იულიუს კეისარსაც კი დაჭირდა შემდგომში პომპეუსის დახმარება ამ მხრივ. და რა თქმა უნდა, კეისარიც იმედოვნებდა, რომ ის თუ მიაღწევდა სამხედრო წარმატებას, რატომაც არა, თვითონაც გამოიყენებდა ძალას შემდგომში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. კეისრის კარიერაში გარდამტეხი მაინც ალბათ იყო პირველი ტრიუმვირატის ჩამოყალიბება. პირველი ტრიუმვირატი, რომში და ტრიუმვირატი ნიშნავს სამთა ერთობას, ტრიუმვირ როგორც კაცი, ანუ ლათინურად. და ეს იყო სამი ყველაზე ძლიერი ფიგურა ალბათ იმ პერიოდის რომში, ეს იყო მარკუს კრასუსი, რომელიც იყო ყველაზე მდიდარი ამ სამეულს შორის და ის წარმოადგენდა ფულს. მეორე იყო გნეუს პომპეუსი, რომელიც იყო რომის ყველაზე ცნობილი მხედართმთავარი ამ პერიოდში და ფაქტობრივად რომაელ ალექსანდრეს უწოდებდნენ აღმოსავლეთის დაპყრობების გამო, სხვადასხვა 1965 წელს იბერიაში ცილაშქრა და არმაზი და მცხეთაც აქვს აღებული ამ კაცს. პომპეუსი წარმოადგენდა ძალას, სამხედრო ძალას, ხოლო მესამე პოლიტიკურ გამჭრიახობასა და უნარებს წარმოადგენდა გაიუს იულიუს კეისარი. შესაბამისად, აი ამ ტრიუმვირატის ჩამოყალიბებით კეისარი იმედოვნებდა, რომ ეს სამი კაცი ერთმანეთს ხარშს დამოუდგებოდნენ და საერთო საქმეში. ისინი ყველა თავისი მიზნები ჰქონდათ, ბუნებრივია, მაგალითად პომპეუსს უნდა თავისი აღმოსავლეთის ლაშქრობის დაბრუნების შემდეგ თავის ვეტერანებისათვის მიწები დაერიგებინა და დაეჯილდოებინა ისინი, რასაც შეპირებული იყო და გაამტკიცებინა ამითაც ბუნებრივია კიდევ უფრო მეტად მათში თავისი გავლენა. კრასუსს უნდა ახალი თანამდებობის მიღება და აღმოსავლეთში სალაშქრო წასვლა, რაც შემდგომში განახორციელა კიდეც და თვითონ კეისარს უნდა რომ ის ნენელა გათანაბრებოდა როგორც ერთ, ისე მეორე ტრიუმვირს. ხარ ის გაკეთება უნდა და ამისთვის. რა თქმა უნდა მოეპოვებინა სამხედრო დიდება და სამხედრო დიდებას მოიპოვებდა ის თუ დაიპყრობდა რომელიმე ახალ პროვინციას და მეორე, რა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროვინციის დაპყრობის დროს კეისარი ძალიან გამდიდრდებოდა. ვინაიდან
როდესაც რომაელები საომრად მიდიოდნენ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი რაც იყო ხოლმე რომაელი წარჩინებულებისა იყო ის, რომ ისინი მდიდრდებოდნენ და შემდგომში ამ ფულს იყენებდნენ თავიანთი ძალაუფლების მისაღწევად. თანაც კრასუსთან კეისარს საკმაოდ დადებითი ურთიერთობა ჰქონდა ამ პერიოდში უკვე. კერძოდ კრასუსი დაეხმარა მაგალითად კეისარს მისი პრეტორობის პერიოდში და გადაუხადა ის უზარმაზარი ვალები, რომელიც კეისარს ჰქონდა დაკისრებული იმის გამო, რომ ის იძულებული გახდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყოლოდა კლიენტება, ძალიან ბევრისთვის გაეცა მოწყალება, რომ შემდგომში არჩევნებში მხარი დაეჭირათ მისთვის. და შესაბამისად კრასუსთან უკვე გარკვეულწილად ჰქონდა მას ალიანსი, მაგრამ მათ ჭირდებოდათ პომპეუსი და რატომ გართულდა ამ ალიანსის ჩამოყალიბება? იმიტომ რომ პომპეუსი და კრასუსი ერთმანეთი არ უყვარდათ, ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ეს შუღლი მათ შორის დაიწყო შესაძლოა სპარტაკის აჯანყების პერიოდში, როდესაც რომში მოხდა სპარტაკის აჯანყება, შესაძლოა არის ესეთი ძალიან კარგი ისტორიული რომანი რაფაელო ჯიოვანოლის სპარტაკი, რომელშიც აღწერილი არის თითქოს კეისარი და სპარტაკი შეხვდებიან ერთმანეთს და საუბრობენ ამ ყველაფრის შესახებ და კეისარი რაღაც გარკვეულწილად თანაუგრძნობს როგორც მონას და როგორც გლადიატორს სპარტაკს და შემდგომში კრასუსი, რომელიც მეთაურობდა ამ ომს და დაამარცხა საბოლოო ჯამში სპარტაკი, გამოვიდა ისე რომ მისი დიდება და ეს გამარჯვება მიითვისა კაცმა მასაც ერქვა გნეუს პომპეუსი. რატომ? იმიტომ რომ პომპეუსი მოვიდა ბრძოლის ველზე ესპანეთიდან იმ დროს, როდესაც კრასუსს უკვე დამარცხებული ყავდა სპარტაკის ჯარები და გარბოდა რაღაც ნაწილი ამ ჯარისა, ვინც გარბოდა ისინი გზაში შეხვდნენ პომპეუსს, პომპეუსმა ისინი დაიჭირა და აპიუსის გზის გასწვრივ 6000 გლადიატორი ჯვარს აცვა. შესაბამისად, მან როდესაც რომში შეიყვანა შემდგომში ჯარები, ისე წარმოაჩინა ეს ყველაფერი, თითქოს პომპეუსმა არანაკლები წვლილი შეიტანა ამ ომში გამარჯვებაში და თან ისედაც სპარტაკის დამარცხება დიდ ღირსებად არ მიიჩნეოდა რომში, იმიტომ რომ ეს იყო გლადიატორი მონა და შესაბამისად ხა სად აღმოსავლეთში მითრიდატე პონტოელის დამარცხება და სად აჯანყებული მონის დამარცხება, ხო, რომაელთა გადმოსახედიდან მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამ აჯანყებულ მონათა შორის სპარტაკი განსაკუთრებულად გამორჩეულად ყავთ ხოლმე აღწერილი რომაელ ავტორებს, იმიტომ რომ აშკარად დაიმსახურა მათი პატივისცემა და რომაელები შესაძლოა აი განსხვავებით ზოგიერთი სხვა ისტორიოგრაფიისგან სხვა ქვეყნისა ყოველთვის აფასებდნენ ხოლმე თავიანთ მოწინააღმდეგეებს, თუ ისინი ღირსეულად ეუბნებოდნენ რომს, თუ არჩენებდნენ განსაკუთრებულ გამბედაობას, სამხედრო უნარებს და შემდეგ ყოველთვის შესაბამის პატივს მიაგებდნენ. მაგალითად, რომაელები ჩვენ არ გვესოდინებოდა ჰანიბალის შესახებ ამდენი და არ გვესოდინებოდა რომ ჰანიბალმა კანესთან გაანადგურა რომაელები. თანაც ამხელა მსხვერპლით, ხო? შესაბამისად, რომაელები ამ ყველაფერს აღწერდნენ ხოლმე. გარკვეულწილად ეს მათ გამარჯვებასაც განადიდებდა შემდგომში, იმიტომ რომ სად ეხლა რაღაცა უბრალო ხედართავრის დამარცხება და სად ხედართავრის რომელმაც 50000 რომაელი გაჟლიტა მაგალითად ბრძოლის ველზე, ხო? ესე იგი მაინც მოუგეთ ამას ომი. შესაბამისად, ესეც გარკვეულწილად ისტორიოგრაფიული ხრიკი არის, შეიძლება ითქვას რომაელი ავტორებისა. ტრიუმვირატის ჩამოყალიბების შემდეგ შესაძლოა აი როგორც პოპულარებმა მაგალითად ძალიან დადებითად მიიღეს ეს ყველაფერი და განსაკუთრებით მაშინ როცა სიტყვით გამოვიდნენ ეს სამი ადამიანი ტრიბუნაზე და შემდგომში თქვა პომპეუსმა ეს სიტყვები რომ ვინცო მახვილს აიღებს ჩვენ წინააღმდეგო მე მახვილი და ფარით შევეგებებიო და ასე შემდეგ ძალიან ისეთი დიდი ოვაციები შეხვდნენ ამას ხოლო ოპტიმატები ძალიან უარყოფითად მაგალითად მარკუს ტულიუს ციცერონმა რომელიც ითვლება კატილინას შეთქმულების მთავარ ესეთ მოწინააღმდეგედ რომელმაც ჩაახშო შეთქმულება იმ დროს სწორედ მაშინ იყო ის კონსულად არჩეული რომში ციცერონმა ამ ტრიუმვირატს უწოდა სამთავიანი ურჩხული რაც გარკვეულწილად რესპუბლიკელის გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას რომ თლად არასწორი არ იყო ამავე დროს ციცერონს ჰქონდა გარკვეული ეჭვები თუ რა ელოდა პირადად მასაც და რატომ იმიტომ რომ იგივე იულიუს კეისარი თავის დროზე როდესაც კატილინას შეთქმულებას ახშობდა ციცერონი და რომაელები სენატში ოპტიმატებმა ხმა მისცეს კატილინას შეთქმულების მონაწილეთა დასჯას, სიკვდილით დასჯას, სხვადასხვა კეისარმა ხმა აიმაღლა ამის წინააღმდეგ, მან თქვა, რომ მე არ უთანაგზნობ ამ შეთქმულებას, მაგრამ იმ წარჩინებული რომაული საგვარეულოების წარმომადგენლების სიკვდილით დასჯა გაუსამართლებლად არ შეიძლება. შესაბამისად, ისინი უნდა გასამართლდნენ, ან გადასახლებაში წავიდნენ შემდგომში, ან დილეგში დავამწყდიოთ. რაზეც არ დათანხმდნენ ოპტიმატები და უბრალოდ დახოცეს ეს ადამიანები, რაც შემდგომში იულიუს კეისარმა შესაძლოა ძალიან კარგად გამოიყენა კომპრომატად ციცერონის წინააღმდეგ და ციცერონის მოუწია თვითონ გადასახლებაში წასვლა რომიდან გარკვეული პერიოდის მანძილზე. ანუ კეისარმა მას შემდეგ რაც ტრიუმვირების დახმარებით, ანუ პომპეუსა და კრასუსის დახმარებით მიაღწია კონსულობას და მიაღწია 5 წლით გალიაში არმიის მეთაურობას, ფაქტობრივად გაინაღდა ის რომ მანამდე სანამ წასული იქნებოდა და იბრძოლებდა გალიაში, ყველაფერი წყნარად ყოფილიყო რომში
რომში. იმისთვის მას ჭირდებოდა რა თქმა უნდა როგორც ის რომ მოეშორებინა თავიდან ციცერონი, ასევე სხვა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და მათ შორის ძალიან საინტერესოა პომპეუსის წინააღმდეგაც კი დატოვა მან ხალხი. ესეც გათვალისწინებული ქონდა რომ პომპეუსთან დაპირისპირება მიუხედავად იმისა რომ ისინი დაანთესავებულები იყვნენ სხვადასხვა, იმიტომ რომ გაიუს იულიუს კეისრის ასული იულია ცოლად ყავდა გნეუს პომპეუს, მიუხედავად ამისა კეისარი მას შეხედავდა პოტენციურად მომავალში მოწინააღმდეგეს, ამიტომაც მან დაავალა რომში ისეთ ადამიანებს როგორც ხო მაგალითად ის კლოდიუს პულხერი, ჩემგან უკვე ნახსენები, კეისრის ცოლს რო ყვარობდა თავის დროზე და დაავალა მას რომ მიეხედა მოკლედ რომ თქვა პომპეუსისთვის და როგორღაც დაემცრო მისი ავტორიტეტი რომში. მაგალითად ეხა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა კლოდიუს პულხერს. მაგალითად გაერთიანებინა ჭორები პომპეუსის წინააღმდეგ. გადაებირებინა ზოგიერთი სენატორი რომ პომპეუსის დადგენილებებისთვის ხმა არ მიეცათ. მაგალითად ის ავრცელებდა ხოლმე ასეთ ჭორს რომში და სენატში მაგალითად გამოვიდოდა სიტყვი და ამბობდა რომ ვინ არის ის კაცი ვინ თავს ერთი თითით იფხანსო და მე მისი მომხრეები ყვიროდნენ პომპეუსია ის კაცი პომპეუსია ეს კაცი იმიტომ რომ ერთი თითით თავის მომხანა მიიჩნეოდა ჰომოსექსუალიზმის ნიშნად რომში და შესაბამისად დამამცირებლად მიიჩნეოდა ამიტომაც მაგალითად იგივე პომპეუსის დამცირებას ამ გზით ცდილობდნენ სხვადასხვა იგივე ამბობდა თავის დროზე ციცერონი კეისარზე ის ამბობდა რომ ძალიან მაშინებს თითქოს ერთი მხრივ ეს კაციო ისეთი მისი მიზანსტრაფულობაო ძალაუფლების ხელჩაგდება რომ უნდა მაგრამ ხანდახან რო შევხედავ რომ როგორ მოვლილი არისო როგორ იფხანსო თავს ერთი თითითო აი ხანდახან ვიფიქრებ ხოლმე რომ აი რა საფრთხეს უნდა ელოდო საბოლოო ჯამში ამ კაცისგანო თუმცა როგორც ჩანს ციცერონი საბოლოოდ შეცდა მაინც და კეისარმა მართლა მიაღწია მიზანს სხვადასხვა კეისრის ამ ჰომოსექსუალიზმზე არსებობდა ეჭვები რომში და სხვადასხვა იყენებდნენ ხოლმე მისი ოპონენტები ამის წინააღმდეგ იმიტომ რომ კეისარს მაგალითად კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბითინიის მეფესთან ნიკომედესთან და შემდგომში რომში მისი პოლიტიკური ოპონენტები მას ბითინის დედოფალსაც კი უწოდებდნენ ხოლმე თითქოს მას ნიკომედესთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა აბრალებდნენ ყოველ შემთხვევაში ამას მოკლედ რომ ვთქვათ იულიუს კეისარი ეს უკვე არის იწყება რომში ახალი ეპოქა იმ თვალსაზრისით ტრიუმვირების მმართველობა ფაქტობრივად რესპუბლიკელები ძალიან გვერდით პლანზე არიან გაწეულები და კეისარი მიემართება გალიაში რათა მან ასევე გაიმეოროს გარკვეულწილად პომპეუსისეული გზა და გახდეს დიდი მხედართმთავრის სახელი დაბრუნდეს უბრალოდ რომში უკვე გამდიდრებული და გაძლიერებული სხვადასხვა იულიუს კეისარი გარდა იმისა რომ იყო კარგი მხედართმთავარი კარგი პოლიტიკოსი ამავე დროს ის იყო კარგი მწერალიც. მაგალითად, მას დაწერილი აქვს ასეთი ნაწარმოები, ეს არის კომენტარები გალიის ომის შესახებ, იმიტომ რომ კეისარი აი ამ ომში ყოფნის პერიოდში აღწერდა ყველაფერს. ანუ მას ჰქონდა საიმისო უნარები, ძალიან კარგად ფლობდა ბერძნულ და ლათინურ ენებს, ძალიან კარგად წერდა, ძალიან კარგად შეეძლო სიტყვით გამოსვლა, ფლობდა იმ პერიოდის აბსოლუტურად ყველანაირ ლიტერატურას, შესაბამისად მას ძალიან თავისუფლად შეეძლო ასეთი რამის დაწერა. რომაელებს უბრალოდ ახასიათებდათ, რომ ლაშქრობების პერიოდში ან თვითონ წერდნენ ასეთ თხზულებებს, ან ვინმე ყავდათ ხოლმე წავანილი, ვინც მათ ნაცვლად წერდა. სამწუხაროდ სხვადასხვა ცნობილია, რომ პომპეუსსაც ყავდა ასეთი ავტორი, რომელსაც დაწერა მის ლაშქრობების შესახებ და დღემდე შემორჩენილი არ აქვს ის ნაშრომი. წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ გვქონოდა პომპეუსის ადიუტანტის, ასე ვთქვათ, ჩანაწერები, რომელშიც იქნებოდა იბერიის წინააღმდეგ მოქმედება, კოლხეთში მოქმედება და შემდეგ აღწერილი. და რამხელა ინფორმაციას მოგცემდა სამწუხაროდ ეს არ გვაქვს შემორჩენილი, მაგრამ გვაქვს კეისრის კომენტარები გალიის ომის შესახებ. ეს არის პირველი ორი წიგნი, გამოცემული თავის დროზე ქართულ ენაზე, ჩემს მიერ, ნათარგმნია თეოდორა ყარალაშვილის მიერ და მე გავუკეთე სამეცნიერო კომენტარები და შესავალი და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ტექსტი არის ამ თვალსაზრისით, ვინაიდან აქ აღწერილი არის ის როგორი წარმოდგენა არსებობდა რომში მაგალითად გალიის შესახებ და შემდგომში კეისარმა რამდენად გააფართოვა ეს წარმოდგენა, იმიტომ რომ გალია რომაელებისთვის, ну, მეტნაკლებად ნაცნობი რეგიონი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გალებთან ურთიერთობა დიდი ხანია ჰქონდათ, მაგრამ გალია ეს არის უზარმაზარი რეგიონის სახელწოდება. ანუ თუ რომაელებს მაგალითად ძველი საოცრის მე-5 საუკუნეებში ურთიერთობა ჰქონდათ გალებთან, ეს გალები ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ იტალიაში, კეისარი ამჯერად ამ გალებთან ჩადის თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე, თანამედროვე შვეიცარიის ტერიტორიაზე, დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე, შემდგომში ბრიტანეთში და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს არის ძალიან ვრცელი სახელწოდება. ჩვენ კი ვეძახით ამ ყველას გალებს, ან კელტებს, ამ
შემთხვევაში, მაგრამ აქ ცხოვრობდა ათობით ტომი, რომელთაც ჰქონდა თავიანთი სახელმწიფოები ჩამოყალიბებული, რა თქმა უნდა, ხა ეს სახელმწიფოები არ იყო რომისავით რაღაცა განვითარებული რესპუბლიკები ამ შემთხვევაში, მაგრამ ის გარკვეული სახელმწიფოების ფორმები იქ არსებობდა, ყავდათ ბელადები თუ მეფეები და შესაბამისად ეს რეგიონი არ იყო მარტივად დასაპყრობი, ასე ვთქვათ, რომაელთაგან, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ რომაელებს ჰქონდათ სამხედრო ტექნოლოგიური უპირატესობა, მათთან შედარებით ყავდათ პროფესიული არმია და ასე შემდეგ. გალები კარგ მეომრებად ითვლებოდნენ. ეს იყო ხალხი, რომელთაც პირველმა მოახერხეს რომის აღება. ძველი 490 წელს ალიას ბრძოლაში მათ დაამარცხეს რომაელები, შემდგომში აიღეს რომი, ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ იტალიელი გალები. და შესაბამისად რომაელებში ამის შემდეგ, მას შემდეგ რაც პირველად დაეცა რომი, ყოველთვის არსებობდა ეგრეთ წოდებული ჩრდილოური ბარბაროსული საფრთხის შეგრძნება. ეს საფრთხე ხანდახან წამოიწევდა ხოლმე წინ, როდესაც ჩრდილოეთ იტალიაში გამოჩნდებოდა ხოლმე რომელიმე დამპყრობელი. ასეთი საფრთხე იყო მაგალითად კიმბრები და ტევტონები, რომლებიც ძველთაგანაც მეორე საუკუნის მიწურულს გამოჩნდნენ აქ და აი მარიუსმა მათი დამარცხებით ატომ გაითქვა, ასე ძალიან სახელი ატომ აირჩიეს ამდენჯერად კონსულად, ხო? იმიტომ რომ მან რომაელები გადაარჩინა, რომი გადაარჩინა და მას ეწოდა პატერ პატრიე, ანუ სამშობლოს მამა ამის გამო. მეორე კამილუსი, როგორც კამილუსმა თავის ძოზე გალებისგან იხსნა რომი, ისე მარიუსმა კიმბრებისა და ტევტონებისგან. ასე რომ კეისრის გალიაში ომები გარკვეულწილად იყო გადალახვაც იმ ბარიერისა, რაც არსებობდა გარკვეულწილად რომაულ ფსიქოლოგიაში, კი ისინი კი სანაპიროს როლს აკონტროლებდნენ, მაგრამ სიღრმეში, აი ამ სივრცეში, რაც ამდენი გალური ტომი ცხოვრობდა, ისინი ასე ღრმად არ იყვნენ ჯერ კიდევ დამკვიდრებულები. ამიტომაც კეისარმა, რომელსაც ეს ტერიტორიები შემდგომში დაიპყრო, რომელსაც ილაშქრა ამ ტერიტორიებზე, გაიარა უზარმაზარი ტერიტორია, გადალახა ტყეები, ძალიან რთულად გასავალი ტერიტორიები, ააგო უამრავი ხიდი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დეტალურად აღწერა. სხვადასხვა სულ რამდენიმე წიგნისგან შედგება და ბოლო ორი წიგნი არის არა კეისრის დაწერილი, არამედ აულუს ჰირციუსის მიერ დაწერილი. ეს აულუს ჰირციუსი იყო კეისრის ერთ-ერთი სარდალი, სამხედრო ტრიბუნი, რომელიც შემდგომში კეისრის სიკვდილის შემდეგაც კი რჩებოდა მის ერთგულ მომხრედ და ავგუსტუსის შემდგომში, ანუ ოქტავიანე ავგუსტუსის მოკავშირედ და სხვადასხვა მონაწილეობდა მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ ცნობილ ბრძოლაში, რომელშიც იღუპება კიდევაც. ამიტომაც ესე ძალიან საინტერესო პიროვნებაა. კეისარს გალიის ომის კომენტარების გარდა დაწერილი აქვს ალექსანდრიის ომი, სხვათა შორის, სადაც აღწერილი აქვს შემდგომში, როცა ის უკვე ალექსანდრიაში ჩავიდა კლეოპატრასთან და პტოლემაიოს მე-13-თან, აი იქ რა სიტუაცია იყო, როგორ მოხდა მის დაპირისპირება ადგილობრივებთან და როგორ გადაიწვა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ. მოკლედ თქვა ძალიან საინტერესო ნაწარმოებია ისიც. და ასევე აღსანიშნავია, რომ ძალიან მაღალი შეფასება მისცეს თანადროულმა რომაელებმა ამ ნაწარმოებებს. მაგალითად ციცერონმა თქვა, რომ აი ამას რო წაიკითხაო, კალამს ვეღარ აიღებ ხელშიო. იმდენად კარგად არის დაწერილიო. იმიტომ რომ ითვლება და ზოგადადაც აი ლათინურს ვინც სწავლობთ და ვისაც გისწავლიათ, ყოველთვის გეტყვიან ლათინურის მასწავლებლები, რომ ეს არის რომაულ ტექსტებს შორის ყველაზე მარტივი, ასე ვთქვათ, ენის შესასწავლად. იმიტომ რომ კეისარი წერს პრიმიტიული, მარტივი, მაგრამ ძალიან კარგად გასაგები ენით. აი ეს იკითხება, აი ვთქვათ, სამხედრო მემუარებით გეგონა თანამედროვეობაში არ დაწერილი ისეთი წიგნი არის. ასე რომ ამ ხრივაც გამორჩეულია ნამდვილად. კეისარმა თავდაპირველად დაიწყო გალიაში ჰელვეტების პრობლემების მოგვარება. ჰელვეტები ეს იყო კელტური ტომი, რომელიც ცხოვრობდა არა თანამედროვე საფრანგეთს, არამედ შვეიცარიის ტერიტორიაზე. სხვადასხვა თანამედროვე შვეიცარიაში ძალიან ხშირად შევხვდებით სახელწოდებას ჰელვეტია, ჰელვეცია, იმიტომ რომ ეს არის სახელწოდება მათი უძველესი სახელწოდება, რომელიც მოხსენებული არის ლათინურ წყაროებში. მათ პარლამენტის შენობასაც კი აწერია, რომ ეს არის კურია ჰელვეტების რესპუბლიკისა. შესაბამისად, შვეიცარიელებს შერჩათ ეს სახელი ამის შემდეგ და სწორედ კეისრის გალიის ომის კომენტარებში ეს ყველაფერი მოხსენიებული. ჰელვეტების პრობლემის მოგვარების შემდეგ, რაც იყო მათი გადმოსახლება გარკვეულწილად გალიაში და კეისარმა არ დაუშვა ეს, იმიტომ რომ ისინი საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ აქ, ის ხვდება პირველად სხვადასხვის ბრძოლის ველზე გერმანელებს. გერმანელები ეს არიან სვებები, ძალიან ძლიერი ტომთა კონფედერაცია, რომელთა მეფე იყო არიოვისტუსი და აი აქაც კეისარი ავლენს თავისთვის დამახასიათებელ როგორც აი დიდ მხედართმთავრულ უნარებს, ასევე სხვადასხვის ფსიქოლოგიურ უნარებსაც კი. და ამავე დროს კარგად აჩვენებს იმას, რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი არის ინფორმაციის ქონა. ანუ კეისარი ყოველთვის ცდილობდა ხოლმე რომ მაქსიმალურად ყველანაირი ინფორმაცია ქონოდა. ყველა დიდი ლიდერი სხვათა შორის, ყველა დიდი მხედართმთავარი, აი თუ დავაკვირდებით, ხო, ყველა აქცევდა ამ საკითხს ყურადღებას. ინფორმაცია არის მთავარი უპირატესობა ხოლმე ხშირ შემთხვევაში. მაგალითად არიოვისტუსთან ომში აი ესეთი შემთხვევა იყო. კეისარმა გაიგო, რომ არიოვისტუს სვებთა მეფეს უწინასწარმეტყველა თავისმა ასტროლოგმა, რომ ამ თვეში თუ იბრძოლებდა, აუცილებლად წააგებდა ბრძოლას. არიოვისტუსს ყველანაირად არ
არიდებდა ბრძოლას თავს, მაგრამ კეისარმა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ იძულებული გახდა, რომ ბრძოლა მიეღო არიოვისტუს და ის უკვე გამოვიდა დამარცხებულის ფსიქოლოგიით. ანუ იცოდა კეისარმა როდისმე ჩაეთრია ბრძოლაში და იმათ გერმანელებმა შიშისგან კალით იბრძოლეს, სულ იმიტომ რომ იცოდნენ რომ წააგებდნენ ამ ბრძოლას, შესაბამისად წააგეს კიდეც მართლაც და კეისარმა მოიგერია სოიების ეს დიდი საფრთხე. ამავე დროს გალიაში იყო რამდენიმე სხვა ტომი, რომელებიც რომაელთა მმართველობას წინ აუდგებოდნენ. მათი მოკავშირე იყვნენ ედუები, მაგრამ მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგალითად არვერნები, მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგალითად ბელგები და ასე შემდეგ. კეისარს თავის შესავარში წიგნისა აღწერილი აქვს გალია სამ ნაწილად ყოფს, რომ ერთი არის გალია, მეორე არის აკვიტანია და მესამე არის ბელგიაო, რომელიც ყველაზე ველურიაო ამ სამთაგანო, იმიტომ რომ ბელგები ყველაზე ჩრდილოეთით ცხოვრობენო და ფუფუნების საგნები მანამდე არ წდებაო. შესაბამისად არ არიან განაზებულებიო ფუფუნების საგნებით, ან ძალიან უხეში და მეომარი ხალხიაო. კეისარს მოუხდა ბელგების წინააღმდეგაც ასეთი დაპირისპირება, ცოტაშორის ძალიან საინტერესო ამბები აქვს აღწერილი კეისარს თუ როგორ იბრძვის პირადადაც თვითონ აი ამ შეტაკებებში, მაგალითად, როდესაც მოულოდნელად დაესხნენ თავს ნერვიები, ერთ-ერთი ბელგიური ტომი, ასევე მას აღწერილი აქვს საზღვაო ბრძოლებიც კი, მათ შორის, იმიტომ რომ კეისარმა გამოიყენა საზღვაო ძალებიც ბელგიელების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისინი ცნობილი მეზღვაოსნები იყვნენ და ყველაზე საინტერესო ალბათ აქ არის ლაშქრობა ბრიტანეთში. რა უნდა კეისარს ბრიტანეთში, რატო გადავიდა ბრიტანეთში? ბრიტანეთში ასევე ცხოვრობდნენ კელტური ტომები, რომლებიც კეისრის ინფორმაციით ეხმარებოდნენ კიდეც და იფარებდნენ კიდეც ძალიან ხშირად გალიიდან გაქცეულ ხალხს, რომელიც კეისრიდან გარბოდა. ამიტომაც მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა ესწავლებინა ბრიტანელებისთვის და უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა აქამდე, რომ არც ერთ რომაელს ამ სიშორეზე ფეხი არ დაუდგა ჩრდილოეთით, ის გადავიდა ბრიტანეთში, ებრძოლა ბრიტანელებს, კასიეველანუსი ერქვა მათ ველაც დაამარცხა ის ბრძოლაში, თუმცა კეისარს ბრიტანეთი არ დაუპყრია. სხვა შორის ხშირად არასწორად წარმოუდგენიათ ხომ თქოს რომაელებმა ამ დროს დაიპყრეს ბრიტანეთი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბრიტანეთი რომაელებმა დაიპყრეს უკვე ახალ წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში იმპერატორ კლაუდიუსის დროს, ამიტომაც ამ პერიოდში უბრალოდ ეს რაღაც დაზვერვითი ლაშქრობა შეგვიძლია უწოდოთ. აი იქიდან დაბრუნების შემდეგ შეემთხვა მთავარი საფრთხე კეისარს, ეს იყო გალების საერთო გამოსვლა მის წინააღმდეგ. გალების ტომები გაერთიანდნენ რომაელების წინააღმდეგ და საბოლოოდ გადაეგდოთ მათი მმართველობა, მათ აირჩიეს სხვადასხვა ერთი ლიდერი, ერთი მეფე, ეს იყო არვერნების ბელადი ვერცინგეტორიქსი. ვერცინგეტორიქსის სახელი ალბათ ბევრისთვის ცნობილია, საფრანგეთში მისი ძეგლიც დგას და ძალიან ცნობილი მომენტი არის განსაკუთრებით ალეზიის ალყა. კეისარი რამდენიმე ბრძოლას ატარებს ვერცინგეტორიქსის წინააღმდეგ, სადაც მას მხარში უდგას თავისი ორი გამორჩეული ლეგატი, ერთი იყო მარკუს ანტონიუსი, რომელიც შემდგომში მისი მარჯვენა ხელი გახდება და ტიტუს ლაბიენუსი, რომელიც სხვადასხვა მარკუს ანტონიუსზე გაცილებით ძლიერი მხედართმთავარი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში პომპეუსის მხარეს გადავა შემდგომში. ამ მომენტისთვის მას ყავდა რამდენიმე ლეგიონი, თან განსაკუთრებით ცნობილია კეისრის ლეგიონებიდან მე-10 და მე-13 ლეგიონები და ალბათ ვისაც ნანახი გაქვთ ძალიან ცნობილი სერიალი, HBO სერიალი რომი, ალბათ გეხსოვნებათ მე-13 ლეგიონის ორი ჯარისკაცის ამბავი, რომლებიც იქ არიან და სხვაშორის ეს ორივე მართლა არსებობდნენ რეალურად, ეს იყო ლუციუს ლორენუსი და ტიტუს პულო და ისინი კეისარს დასახელებული ყავს თავის გალიის ომის კომენტარებში. ისინი იბრძვიან გალების წინააღმდეგ სწორედ ამ აჯანყების პერიოდში და ორივე თავს გამოიჩენს ძალიან და შემდგომში კეისარი იმდენად მნიშვნელოვანი ჩათვლით სამებავს, რომ თავის ნაშრომშიც კი მოიხსენიებს. ეს ომი მთლიანობაში ძალიან დიდი ხანი გაიწელა კეისრისთვის, სხვადასხვა უნდა ითქვას აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ვერცინგეტორიქსმა ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია. კერძოდ, მან ისწავლა ერთი რაღაცა, რომ რომაელებთან გაშლილ ველზე ბრძოლა არის აბსოლუტური სისულელე. ამიტომაც მან დაიწყო პარტიზანული ბრძოლა, რამაც ძალიან შეუშალა ხელი კეისარს, მაგრამ მალე კეისარმა ყველგან მოახერხა მისი საცეცების მოკვეთა, მოკლედ რომ ვთქვა და საბოლოოდ ვერცინგეტორიქსი იძულებული გახდა გამაგრებული იყო ქალაქ ალეზიაში, რომელსაც ძალიან ძლიერი გალავანი და მიწაყრილი იცავდა და კეისარმა ალყა დაიწყო ალეზიისა. ალეზიის ალყა ალბათ ძალიან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა რომაულ სამხედრო მოქმედებათაგან, იმიტომ რომ მან გააკეთა შემდეგი რაღაცა. თვითონ ქალაქს ერთი პირი ალყა თვითონ შემოარტყა მიწაყრილებითა და გალავნით და მეორე თვითონ შემოივლო კიდევ გარშემო იმისთვის რომ გარედან არ მოსულიყო ვერცინგეტორიქსის დამხმარე ძალები. და მოვიდნენ კიდე სხვადასხვის, მოვიდნენ ისინი და კეისარი რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა ორივე მხარეს ერთდროულად. საბოლოოდ ვერცინგეტორიქსი იძულებული ხდება რომ კეისარს დანებდეს, იმიტომ რომ ქალაქში აღარ არის სურსათ სანოვაგე. ამ მომენტში ხდება სწორედ ის, რომ როდესაც ვერცინგეტორიქსი ქალაქიდან გამოუშვებს ქალებსა და ბავშვებს, რათა ზედმეტი ჭამელი მოიშოროს, ასე ვთქვათ, თავიდან, მაგრამ აღარც რომაელები აღარ მიიღებენ მათ და როგორც ცნობილია, ისინი მთხრილებში ჩაიხოცნენ ფაქტობრივად შიმშილისაგან და საბოლოოდ მერე ვერცინგეტორიქსი იძულებული
გახდა კეისრის წინაშე წამდგარი. ყოველ შემთხვევაში ეს სცენა ძალიან კარგად არის ნაჩვენები HBO სერიალ რომში, როდესაც ვერცინგეტორიქსი თავისი ფეხით ცხენ მივა კეისრის წინაშე დაიჩოქებს და რომაელები გაიძულებენ მას რომ აკოცოს ოქროს არწივის რომაული ლეგიონის სიმბოლოს, გააშიშვლებენ, დაამცირებენ და შემდგომში მას შებორკავენ და გაგზავნიან რომში როგორც საპატიო ტყვეს და რა თქმა უნდა იმისთვის რომ შემდგომში მან კეისრის ტრიუმფში გაიაროს. კეისრის ეს წარმატებები სხვადასხვა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბუნებრივია. ჯერ ერთი გალიიდან მოდიოდა უამრავი რაოდენობის ფული, კეისრის ფული, რომელთაც ის ახერხებდა რომში თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გაუნებელყოფას. მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი მოისყიდა, ბევრი გადმოიბირა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიიჩნევდა რომაელი ხალხი, რომ რატომაც არა კეისარი ჩვენს მიმართ გულუხვია, ეს ძალიან ესეთი დადებითი კონტექსტში უყურებდნენ მას და ამიტომაც როდესაც სენატი ამოქმედა მის წინააღმდეგ და პომპეუსის შეშფოთს და განსაკუთრებით პომპეუსთან ურთიერთობა გაფუჭდა მას მერე, რაც გარდაიცვალა კეისრის ქალიშვილი იულია, რომელიც სულად ყავდა პომპეუსს, მშობიარობას გადაყვა, როგორც ცნობილია და შემდგომში გაფუჭდა მათი ურთიერთობა გარკვეულწილად. ამიტომაც პომპეუსსა და კეისარს შორის მზადდებოდა თითქოს ეს უკანასკნელი შეტაკება, რომელთაც გადაწყდებოდა თუ ვინ იქნებოდა ამ რომში პირველი კაცი, ასე ვთქვათ. ალბათ ეს ძველი ზავის პირველი საუკუნე ყველაზე პოპულარული პერიოდი არის რომის ისტორიიდან. ყველაზე მეტი ფილმი ამ პერიოდზე გადაღებული, ყველაზე მეტი ნაწარმოები ამ პერიოდზეა დაწერილი, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული და ძალიან ბევრი დიდი ისტორიული ფიგურაა თავმოყრილი, როგორც მარიუს და სულა, ისე ციცერონი მაგალითად, იგივე კატილინა, იგივე კეისარი, პომპეუსი, კრასუსი, შემდგომში ავგუსტუსი, ან ოქტავიანე ავგუსტუსი, ლეპიდუსი და მარკუს ანტონიუსი, აგრიპა და ასე შემდეგ. ამიტომაც ძალიან დატვირთული არის ისტორიული ფიგურები და იმდენად ბევრი დიდი ისტორიული ფიგურაა, რომ აი ამ ციკლში პოდკასტებზე შეიძლება თითოეულზეც კი ჩაიწეროს ესეთი ეპიზოდი და ალბათ ფიქრობ, რომ შემდგომში მინიმუმ ალბათ ავგუსტუსზე მაინც გავაკეთებთ ამას და მოკლედ რომ ვთქვათ, კეისარსა და პომპეუს შორის აი ეს დაპირისპირება ღვივდება ნენელა და ის კულმინაციისკენ მიიწევს. აქვე ვახსენებ, ესაა ჩვენი პარტნიორის კეტოგენის brain optimizer-ი. ეს არის საკუთარი დანამატი ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, რომელიც აუმჯობესებს პროდუქტიულობას, გონებრივ ფუნქციებს და გეხმარებათ ინფორმაციის უკეთ ათვისებაში, ასევე სხვადასხვა ვარჯიშზე ენერგიისთვისაც არ არის ურიგო რამ. მას შემდეგ რაც გაიუს იულიუს კეისარს გაუვიდა გალიაში ის ვადა, რომელთაც ის იყო მივლენილი ამ პროვინციის სამართავად, ის უნდა დაბრუნდეს უკან და სხვადასხვა ის მოითხოვს სენატისგან, რომ კლავიდებურად მიანიჭონ მას რომელიმე პროვინციის მართვა და მისცენ ლეგიონი, თუმცა სენატი ამაზე თანახმა არ არის. ისინი კეისარს ადანაშაულებენ მაგალითად იმაში, რომ მან აწარმოა ეს ომები სენატთან შეთანხმების გარეშე, ზოგიერთი ომი იყო უბრალოდ ძარცველური, დამპყრობლური და ასე შემდეგ. ამავე დროს ისინი ფიქრობენ, რომ კეისარი ამ ომებს იყენებდა თავის ძალაუფლების გაზრდისთვის, თავისი პირადი შემოსავლებისთვის, ჯარის ჩამოყალიბებისთვის და ასე შემდეგ. ამიტომაც ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოახერხონ მისი განიარაღება და პირველ რიგში ამისთვის მოითხოვენ, რომ კეისარმა დატოვოს არმია, დაშალოს თავისი ლეგიონები და დაბრუნდეს რომში, რათა ჯერ წარდგეს სენატის წინაშე და შემდგომში გადაწყვეტენ ისინი რა და როგორ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, კეისარმა იცის, რომ ეს არის მახე, ის ამაზე არ დათანხმდება და პომპეუსიც ალბათ აცნობიერებდა კიდეც ამას, რომ კეისარი ამაზე არ წამოვიდოდა. ამიტომაც ის იმედოვნებს, რომ მისი ძალები, მისი ძალმოსილება, მისი ვეტერანები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თუ კეისარი რამეს გაბედავს, ამ შემთხვევაში პომპეუსი მას ბრძოლის ველზე დაამარცხებს. კეისარს სულ ერთი ლეგიონი ახლდა ამ გამოზამთრების შემდეგ და ჩრდილოეთ იტალიაში იდგა ის, თუმცა ის ჯერ კიდევ არ იყო მდინარე რუბიკონს აქეთ გადმოსული. მდინარე რუბიკონი იყო ის ზღვარი, რომლის გადალახვა რომაელ სარდალს შეეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის დაყრინდა იარაღს, ამ შემთხვევაში დატოვებდა არმიას და შემდგომში ბრუნდებოდა მშვიდობიანად. იმიტომ რომ რუბიკონის გადალახვა უკვე ჯარით ამ შემთხვევაში ეს მიანიშნებდა იმაზე, რომ ის იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიოდა. იულიუს კეისარმა ბევრი იფიქრა, როგორც ცნობილია იმაზე, რა ნაბიჯი გადაედგა, თუმცა აცნობიერებს ის, რომ გარკვეულწილად მას აქვს უპირატესობა მოულოდნელობისა, თუმცა არ აქვს უპირატესობა სამხედრო ძალის თვალსაჩინოდ, იმიტომ რომ მასთან ახლავს სულ ერთი ლეგიონი და ამ ერთი ლეგიონით მან უნდა მოახერხოს ძალიან სწრაფად წარმატების მიღწევა, სხვა შემთხვევაში ის სასტიკად დამარცხდება. გადაწყვიტა, რომ ეს მოულოდნელობა გამოეყენებინა სათავისოდ და მიადგა მდინარე რუბიკონს. მდინარე რუბიკონის გადალახვა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული ფსიქოლოგიური მომენტიც იყო. თუმცა კეისარს ეკუთვნის აქ ის სიტყვები, რომელიც
ცნობილი არის მისი ესე თქვი ფრაზებიდან განსაკუთრებულად ეს არის წილი ნაყარია ალეა იაკტა ესტ ან ანფერიტო კიბოს როგორც ბერძნულად თარგმნია ხოლმე ასევე კეისარმა გადალახა მდინარე რუბიკონი და შეიჭრა იტალიაში შესაძლოა აი აქ მახსენდება ძალიან კარგად არის ეს სცენა გაკეთებული HBO სერიალ რომში როდესაც გაიგებენ რომ კეისარი გადავიდა მდინარეს და თან ეს სცენა ისე უბრალოდ არის ნაჩვენები რომ რაღაცა ტალახიანი პატარა მდინარეა რომელშიც კეისარი შეაგდებს ცხენს და შემდგომში გადალახავენ და რაღაც ბიჭი თევზაობს იქ და შემდეგ ძალიან უბრალოდ არის ეს ნაჩვენები მაგრამ რამხელა მნიშვნელობის არის სინამდვილეში ეს ყველაფერი და შემდგომში როგორ ყვირიან იტალიის ქალაქებში რომ კეისარი იტალიაშია ამ შემთხვევაში ანუ მან გადმოლახა რუბიკონი ეს ერთი ლეგიონით მიიწევს ქალაქისკენ პომპეუსმა იცის რომ ეს არ არის არასრული ლეგიონია სხვადასხვა უბრალოდ ის არის მის თანხლები ნაწილებია 5000 კაციც არ არის ამ შემთხვევაში ან ერთი სრული ლეგიონიც არ არის მაგრამ მიუხედავად ამისა ის იძულებული ხდება დატოვოს რომი და დაიხიოს სამხრეთისკენ იმიტომ რომ ის არ ელოდა კეისრის ამ ნაბიჯს და ამიტომაც არ ყავდა მზად ჯარები ამიტომაც ის ემზადება სამხრეთის მიმართულებაზე რათა შემდგომში როცა კეისარი უკვე ჩამოვა შემოიყვანს ძალებს შეებრძოლოს მას და გარკვეულწილად მოახერხოს მისი განეიტრალება კეისარი შედის რომში და ამყარებს იქ წესრიგს მათ შორის ის ხელში იგდებს ხაზინას რომელიც ძალიან სჭირდება ბუნებრივი ამ ომის საწარმოებლად და ძალიან მობიერი იყო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ რომლებიც თავის ძოზე მის მოწინააღმდეგეად ითვლებოდნენ მაგრამ არც იმდენად რომ რომი დაეტოვებინათ პომპეუსთან ერთად შეიწყნა რა თითქმის ყველანი თუმცა ქალაქში ბუნებრივია მან დაამყარა მკაცრი წესრიგი რათა არანაირი შესაძლებლობა არ მიეცა პომპეუსელებისთვის ამ შემთხვევაში რომ მის წინააღმდეგ ემოქმედათ კეისარი ამის შემდეგ უკვე აგროვებს თავის ლეგიონებს რათა შეტევაზე გადავიდეს და პომპეუსი საბოლოოდ დაამარცხოს და განიმტკიცოს ძალაუფლება რომში თუმცა პომპეუსი გადაწყვეტს რომ დატოვოს იტალია და გადავიდეს საბერძნეთში სადაც ის ელოდება დამატებით ძალებს ვინაიდან პომპეუსს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლეთში და ვინაიდან რომის სენატიც მასთან ერთად იყო მათ შორის იყო აქ ციცერონი მათ შორის იყო კატონი იყო ბრუტუსი და ასე შემდეგ ისინი გადავიდნენ საბერძნეთში და თავი მოუყარეს საკმაოდ მრავალრიცხოვან არმიას და ძალიან დიდ ხაზინას მათ შორის კეისარმა მოახერხა გადაელახა ზღვა ჩავიდა საბერძნეთში მაგრამ მარკუს ანტონიუსმა რომელიც მისი მარჯვენა ხელი იყო და უკვე შემდგომში დამხმარე ძალებით მიდიოდა ის საბერძნეთში შესაძლოა ზღვაში განიცადა კატასტროფა იმ თვალსაზრისით რომ შტორმში მოხდა მისი ფლოტი და საკმაოდ დიდი ნაწილი განადგურდა მხოლოდ მცირე ნაწილით მოახერხა მან კეისართან შეერთება საბერძნეთში არც კარგად არ მიდიოდა საქმე კეისარს ჰქონდა ლოგისტიკური პრობლემები და ძალიან საინტერესოა რომ პირველად ამ კამპანიის დროს ის მარცხდება კიდეც პომპეუსთან დირაქიუმის ბრძოლაში რადგანაც პომპეუსი მას ზუსტად ისეთ მომენტში, როდესაც კეისარი მზად არ არის თავს დაესწრება და დაამარცხებს, შემდგომში გაიმართება მეორე ბრძოლა უკვე. ეს ბრძოლა მოხდება 1948 წელს ქალაქ ფარსალოსთან და აი ეს ბრძოლა აღმოჩნდება გადამწყვეტი ამ ორ დიდ ხედავთავარს შორის. ამ ორ ხედავთავარს შორის ამ ბრძოლაში გადაწყდა რომის ბედიც და პომპეუსის ბედიც ფაქტობრივად რომის ერთ-ერთი ყველა დროის უდიდესი სარდლისა. ფარსალოსის ბრძოლაში ყველა ელოდა რომ პომპეუსი გაიმარჯვებდა. რატომ? მას ყავდა თითქმის ორჯერ უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი, კარგად მომარაგებული, კარგად ნაკვები, გამოცდილი. მეორე მხარეს კი იყო კეისარი, რომელსაც გარკვეულწილად რაღაც ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდა მხოლოდ ალბათ მის წინაშე. ისე აღსანიშნავი არის, რომ კეისარი განწყობილი იყო ამ ბრძოლის მოსაგებად. ის არ გადიოდა განწირული ამ ბრძოლაში. მას იმედი ჰქონდა თავისი გალიის ვეტერანებისა და შესაბამისად იმისაც, რომ ისინი დაამარცხებდნენ და ძლევდნენ პომპეუსის ახლად შეკრებილ ჯარს. ძალიან ცუდი იქნება თუ გამოვტოვებთ იმ ამბავს, რომელიც შეემთხვა მესამე ტრიუმფს, სანამ გადავალთ უშუალოდ კულმინაციაზე, იმიტომ რომ მარკუს კრასუსიც უნდა ვახსენოთ, აქ რატომ არ ფიგურირებს ეს კაცი ამ ამბებში? იმიტომ არ ფიგურირებს, რომ კრასუსი რამდენიმე წლით ადრე დაიღუპა 53 წელს, 1953 წელს კარეს ცნობილ ბრძოლაში პართიელების წინააღმდეგ და შემდგომში ის ჩამოშორდა ამას და შესაბამისად დუომვირატი დარჩა ამჯერად, ანუ ორი კაცის პირველობა რომში, შესაბამისად მესამე, რომელიც აბალანსებდა გარკვეულწილად მათ ურთიერთობას, ქრება აქედან, შესაბამისად ესეც გარკვეულწილად ხელშემწყობი იყო კეისარსა და პომპეუს შორის განხეთქილებისა. ფარსალოსის ბრძოლაში სხვადასხვა ძალიან ხატოვნად არის ხომ აღწერილი
რომ ორივე მხარეს რადგან რომაელები იდგნენ, რაღაც პაროლები თქონდა დაწესებული ჯარისკაცებს, რომ და გაერჩია თავისიანი მეორე მოწინააღმდეგისაგან. მაგალითად, ერთ მხარეს რომელიც კეისრის მხარე იყო ვენერა, ანუ ქალღმერთი ვენერა იყო მათი მფარველი და მას ახსენებდნენ, ხოლო მეორეს ჰერკულესი, ჰერაკლე უძლეველი ამ შემთხვევაში პომპეუსის მხარეს. შესაბამისად, ამით ერთმანეთის გარჩევა ხდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩდება ხოლმე კითხვა, რომ როგორ არჩევდნენ რომაელები ერთმანეთს ბრძოლაშიო. სხვადასხვა ის აღსანიშნავია, რომ ალბათ ბევრი დაკვირვები ხართ ფილმებში, ილუსტრაციებში და შემდეგ რომაელებსაც ვეძებთ ხოლმე ძირითადად წითელი ტუნიკები და ყველა თითქოს რაღაც ერთნაირად გამოიყურება, რაღაც უნიფორმასავით არის, თუმცა სინამდვილეს არ შეესაბამება მთლად ეს, იმიტომ რომ რომაელ ლეგიონერებს ეცვათ იმფერის ტუნიკა, რაფერისაც თვითონ გადაწყვეტდნენ ან იშოვიდნენ, იმიტომ რომ საღებავები არც ისე იაფი იყო, შესაბამისად თეთრი იყო ხოლმე უმეტესწილად ასეთი ტიპის ტუნიკები და მათი აღჭურვილობა და ფარებიც გარკვეულწილად მიუხედავად იმისა, რომ სტილი ერთი და იგივე იყო, მთლიანობაში მაინც განსხვავდებოდა ხოლმე ერთმანეთისაგან, ამიტომ ასეთი ერთგვაროვანი ნამდვილად არ იყო რომაული არმია, როგორც ეს ასტერიქსი და ობელიქსი და მსგავს ფილმებში არ ხოლმე ნაჩვენები, ან კიდევ ისეთ თამაშებში, როგორც ეს რომი ტოტალ ვარი, რომელშიც მაგალითად მწვანე, ლურჯი და წითელი რომაელები არიან და ყველას რაღაცა უნიფორმასავით აქვს ამ ხრივ გამოყენებული თავისი ფერი. ფარსალოსის ბრძოლის შესახებ შესაძლოა აი HBO სერიალ რომში ძალიან კარგი ეპიზოდი არის პატარა, როდესაც ლუციუს ვორენუს პომპეუსი, რომელიც შემდგომში შეხვდება ამ ბრძოლის შემდეგ, უხსნის როგორ დამარცხდა და ერთ რაღაცას აღნიშნავს, რომ წაგებაო შეუძლებელი ჩანდაო და ეს ყოველთვის ცუდის ნიშანი არისო. სხვადასხვა ესეთი რაღაცა მართლაც ხდება ხოლმე ისტორიაში. როდესაც ერთ მხარეს თავს გარანტირებული აქვს მოგება, იმხელა უპირატესობა აქვს, მაგრამ შემდგომში სასტიკად მარცხდება ხოლმე ამ ბრძოლაში. ამიტომ არასდროს არ არის გადაწყვეტილი ბრძოლის ბედი, სანამ ეს ბრძოლა არ გაიმართება მართლა. ასეთი ბრძოლა იყო კანეს ბრძოლა, მაგალითად, ჰანიბალსა და რომაელ კონსულებს ვარონსა და ემილიუს პაულუს შორის და ასეთი ბრძოლები ძალიან ბევრი ყოფილა სხვადასხვა დროს ისტორიაში. შესაბამისად, ესეთია ალბათ ფარსალოსის ბრძოლაც. კეისარი ამ ბრძოლაში იმარჯვებს და იმარჯვებს ძალიან საინტერესო გზით. მან მიცოდა, რომ სუსტი კავალერია ყავდა, ამიტომაც თავისი ცხენოსანი ჯარის უკან ჩაასაფრა თავისი ყველაზე გამოცდილი ლეგიონერების კოჰორტა, რომელთაც უბრძანა, რომ როდესაც მოწინააღმდეგეს კავალერია შემოუტევდა, მათთვის ხელშუბები დაეშინათ ახლო მანძილიდან და თანაც განსაკუთრებით სახეში ამოეღოთ მიზანში, მით უმეტეს რომ იცოდა, რომ ეს იყო არისტოკრატებისგან შემდგარი ცხენოსანი ჯარი ძირითადად, რაც გარკვეულწილად შეძლებდა თავს დაიცავდნენ ასე შემთხვევაში და გაერიდებოდნენ რომაელ ლეგიონერებს და მართლაც კეისრის კავალერია მარტივად დამარცხდა, მაგრამ შემდგომში ამ ქვეით და კოჰორტამ მოიგერია პომპეუსის კავალერია, რომელმაც უკან დაიხია და ვეღარ შეძლეს მათ თავი შეკავება და თვითონ დაეტაკნენ თავიანთ ცენტრს და გაარღვიეს ცენტრი, რასაც მოყვა შემდგომში კეისრის ჯარების წარმატებული შეტევა და საბოლოოდ პომპეუსი დამარცხდა ამ ბრძოლაში. პომპეუსი გაიქცა შემდგომში დანარჩენ რესპუბლიკელებთან ერთად, რაღაცა ნაწილი რესპუბლიკელების და კეისართან მივიდა და ჩაბარდა, პრინციპში შეიძლება ითქვას, მათ შორის იყო ციცერონი, მათ შორის იყო ბრუტუსი და ასე შემდეგ და აი დანარჩენი ნაწილი მაგალითად კატონი და სციპიონი, ეს სციპიონი არის კვინტუს ცეცილიუს მეტელუს პიუს სციპიონი, რომელიც იყო იმ პერიოდში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა და სციპიონების ცნობილი გვარის წარმომადგენელი და ცეცილიუსების ამავე დროს და კეისრის ერთ-ერთი დაუძინებელი მოწინააღმდეგე და კატონი და სციპიონი აგრძელებენ ბრძოლას აფრიკაში. ამავე დროს სანამ ეს ამბები მოხდებოდა, ჩვენ ახლა გამოტოვეთ ეს მომენტი, იმიტომ რომ ძალიან ვრცლად არ მინდოდა ამაზე მესაუბრა, კეისარმა მანამდე ესპანეთშიც დაამარცხა პომპეუსის ლეგიონები, თუმცა ძირითადი ნაწილი ამ შემთხვევაში არის სწორედ ფარსალოსი და შემდგომში თაფსუსის ცნობილი ბრძოლა, რომელიც გაიმართება აფრიკაში. გაიმართება აღმოსავლეთში, იქ სადაც მისი ცნობებით პომპეუსმა შეაფარა თავი. ეს იყო პტოლემაიოსების ეგვიპტის სამეფო. პტოლემაიოსების ეგვიპტე ეს იყო ერთ-ერთი ელინისტური სახელმწიფო, ფაქტობრივად ერთ-ერთი უკანასკნელიც ამ პერიოდისათვის, რომელიც ფაქტობრივად ნახევრად კოლონიურ, ნახევრად ვასალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა რომის რესპუბლიკასთან. და როდესაც პომპეუსი იქ ჩავიდა, ის იმედოვნებდა, რომ ვინაიდან მას თავისუფლად კარგი ურთიერთობა ჰქონდა პტოლემაიოსების დინასტიასთან და სხვადასხვა პტოლემაიოსები რომაელების მოვალეებიც იყვნენ, იმიტომ რომ რომაელები შეიძლება ეხმარებოდნენ მათ, ან ფულს ასესხებდნენ ხოლმე. შესაბამისად, მიიჩნევდა პომპეუსი, რომ მას კარგად დახვდებოდნენ. ეს დახვედრა არ აღმოჩნდა ისეთი, როგორც პომპეუსს წარმოედგინა, ის მოკლეს ეგვიპტელებმა.
ხოდაშორის რომაელის ხელით, რომელიც მათ სამსახურში იყო და შემდგომში, როდესაც კეისარი ჩავიდა ეგვიპტეში, მისი თავი წარუდგინეს კეისარს. კეისარს მაინც და მაინც არ სიამოვნებია ეს, ან მათ ეგონათ ძალიან ვასიამოვნებთო კეისარსო, პომპეუსის თავს თუ წარუდგენთო. საქმე იმაშია, რომ განა მას, რა თქმა უნდა, არ გაუხარდა თავის პოლიტიკური მოწინააღმდეგის განადგურება, მაგრამ ის გზა, ის ხერხი, რაც ეგვიპტელებმა აერჩიეს, როცა ის სასტიკად დასაჯეს ამ შემთხვევაში, არ მისცეს კეისარს უფლება, მაგალითად დიდსულოვნება რო გამოემჟღავნებინა ამ შემთხვევაში პომპეუსის მიმართ და შემდეგ, მას არ ესიამოვნა, ძალიან უარყოფითად მიიღო ეს ფაქტი, თანაც დამამცირებლადაც მიიჩნია, რომ ვიღაც ეგვიპტელებმა რომაელი კონსული ყოფილი, ასეთი დიდი ადამიანი მოკლეს. ამიტომაც ხშირად ამტყუნებენ ხოლმე კეისარზე ამბობენ ხოლმე, რომ აი მან უბრალოდ ესე გააკეთა, რომ თავი მოაჩვენა ეგვიპტელებს, თორე სინამდვილეში ძალიან გაიხარდა. ჩემი აზრით არ შეესაბამება სიმართლეს კეისრის ცხოვრებიდან და მისი მოღვაწეობიდან ჩანს, რომ მას ნამდვილად არ უნდა გახარებოდა ეს ამბავი პირიქით. მან ეს აშკარად შეურაცხყოფად მიიღო. თუმცა, ბუნებრივია პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალება საერთო ჯამში მის საქმეს წაადგებოდა. ხა რაც შეეხება პტოლემაიოსებთან ურთიერთობას, ეს საკმაოდ დაძაბული იყო კეისრისა და მათი ურთიერთობა, იმიტომ რომ კეისარს უნდოდა მათგან როგორც რომაელების ვალების მიღება, ისე სხვადასხვის ხედავდა, რომ ქვეყანას რეალურად არ მართავდა ახალგაზრდა პტოლემაიოსი, რომელიც ძალიან მცირეწლოვანი იყო ამისთვის და მის ქვეშევრდომებს რამდენიმე საჭურის ჰქონდა ხელში ძალაუფლება ჩაგდებული. ხოლო მისი და, ანუ პტოლემაიოსის და კლეოპატრა განდევნილი იყო სამეფოდან და შესაბამისად კეისარი შემდგომში უკავშირდება სწორედ ამ კლეოპატრას, ამყარებს მასთან კავშირს და ის კლეოპატრა ბრუნდება ამ პერიოდში ალექსანდრიაში, ეგვიპტის დედაქალაქში, მოხდება კეისრისა და კლეოპატრას შეხვედრა და სხვადასხვა ძალიან საინტერესო არის ეს შეხვედრა. რა იგულისხმება, რას გულისხმობ თამაში? იმიტომ რომ კეისარსა და კლეოპატრას შეხვედრა მოხდა არაოფიციალურად, ვინაიდან კლეოპატრა განდევნილი იყო, მისმა მსახურმა ერთ-ერთმა ის გაახვია, როგორც ცნობილია, ხალიჩაში და შემდგომში კეისართანაც შეიტანა ხალიჩა და გადააგორა ეს ხალიჩა და იქიდან გამოვიდა კლეოპატრა, რაც ბუნებრივია კეისრისთვის ძალიან უჩვეულო იყო ასეთი შეხვედრა ეგვიპტის დედოფალთან. შემდგომში, როგორც ცნობილია, ისინი გახდნენ საყვარლები და მისგან შვილიც კი ეყოლა კლეოპატრას, რომელსაც კესარიონი დაარქვეს და შემდგომში მისი ბედი, როგორც ცნობილია, გადაწყვიტა ოქტავიანემ, როდესაც თავიდან მოიშორა კესარიონი, როგორც მისი პოტენციური მოწინააღმდეგე შემდგომში, მაგრამ იმ დროისთვის კლეოპატრას კავშირი კეისართან აღმოჩნდა ის, რამაც გადაწყვიტა ეგვიპტის ბედი. კეისარმა ამის შემდეგ მოიგო ალექსანდრიის ომი ეგვიპტელების წინააღმდეგ, კლეოპატრას ხელი შეუწყო, რომ ასულიყო ეგვიპტის ტახტზე და ფაქტობრივად ყველა ელოდა, რომ თითქოს ის გამოაცხადებდა ალბათ ეგვიპტეს რომის პროვინციად, მან ეს არ გააკეთა, ეგვიპტეს პირიქით დაუტოვა გარკვეული პრივილეგიები, კლეოპატრას ჩააბარა და შემდგომში ის დიდი ტრიუმფით შედის რომში. იულიუს კეისრის მოღვაწეობა უკვე ამის შემდეგ რომში, აი რამდენიმე საინტერესო მომენტი შეიძლება ვახსენოთ. პირველ რიგში ის, რომ მას აღარ ყავს დიდი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ყველა განეიტრალებულია. აფრიკაში ის ადვილად დაამარცხებს საკმაოდ სციპიონსა და კატონს. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ კატონის სიკვდილი რაღაცნაირად ითქვას რომის რესპუბლიკის სიკვდილთან შეიძლება ასოცირებული იყოს. ახლა რა გულისხმობ თამაში. მარკუს პორციუს კატონი თავს იკლავს ამ ბრძოლის შემდეგ და სხვადასხვა მე რო შეუსწრებენ ოთახში, გაკერავს ექიმი ამ ჭრილობას და გამოკეთდება კატონი, მაგრამ როგორც კი ექიმი გავა, ისევ გაიხსნის ჭრილობას, რათა დაასრულოს დაწყებული საქმე, იმიტომ რომ კატონის არ შეეძლო შეგუებოდა იმას, რაც რომის რესპუბლიკას თავს დაატყდა, როცა კეისარმა მისმა დიდმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ გამარჯვება მოიპოვა მათზე და შესაბამისად უშედეგოდ დასრულდა მისი ყველა მცდელობა, რომ რესპუბლიკა შეინარჩუნებინა. კეისრის რომში დაბრუნების შემდეგ ის იწყებს რეფორმების გატარებას, რიგი რეფორმები გაატარა, მათ შორის პირველ რიგში თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის სენატის რაოდენობა გაზარდა, იქ მათ შორის ცისალპური გალიის წარმომადგენლებიც ჩართო სენატის საქმიანობაში. კეისარი ხელს უწყობს სხვადასხვა ასიმილაციას დაპყრობილი ხალხებისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება შემდგომში რომის იმპერიაში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მან ვერა და ვერ გაბედა თავისი წოდება გადაექცია აღმოსავლურ მონარქიულ წოდებად. ანუ კეისარი არ არის მეფე, ის არ არის არც იმპერატორი მათ შორის. იმპერატორი გაგებითაც ვამბობთ ჩვენ დღეს, ანუ მართველი. თორემ რომში იმპერატორის წოდება არსებობდა და მას მხედართმთავარს ანიჭებდნენ ხოლმე თავისივე ჯარისკაცები ან სენატი, რომელიმე დიდი გამარჯვებისთვის. ეს იყო სიმბოლური წოდება უბრალოდ. და კეისარს სურდა რეალური ძალაუფლება ამ შემთხვევაში. მაგალითად იყო მომენტი, როდესაც ერთ-ერთი ღონისძიების დროს მარკუს ანტონიუსმა ამას თავზე დაადგა გვირგვინი და უწოდა მეფე რექს. რასაც საზოგადოება ძალიან დიდად უარყოფითად შეხვდა, რამაც კეისარს აფიქრებინა, რომ ეს იქნებოდა ძალიან არასწორი ნაბიჯი და მას არს გადაუდგა
დაუთქოს ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ რომში მეფეებს ვერ იტანდნენ. რომაელები მეფეებს ვერ იტანდნენ, მას შემდეგ რაც უკანასკნელი მეფე ტარქვინიუს სუპერბუსი, ანუ ტარქვინიუს ამაყი განდევნეს რომიდან თავის დროზე. შესაბამისად, ძალიან ცუდ დამოკიდებულება ჰქონდათ ყველაფერს, მათ რაც მეფობას უკავშირდებოდა ზოგადად. თუმცა კეისარს ჰქონდა დიქტატურის უფლება სიცოცხლის ბოლომდე, ფაქტობრივად მუდმივი დიქტატორი იყო და შესაბამისად მას ისედაც ჰქონდა სრული ძალაუფლება. თუმცა არ გამოუცხადებია თავი რომის იმპერატორად, რაც ხშირად ეშლებათ ხოლმე, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ კეისარი იყო რომის პირველი იმპერატორი, ის არ იყო რომის პირველი იმპერატორი, პირველი იმპერატორი იყო ოქტავიანე ავგუსტუსი და არა იულიუს კეისარი. ძველთათვის 44 წლისთვის მას უკვე კონსოლიდირებული ჰქონდა ძალაუფლება, შეწყალებული ყავდა თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ყველანი უკვე რომში ცხოვრობდნენ, მათ შორის იყო შეწყალებულთა შორის მარკუს იუნიუს ბრუტუსი, მათ შორის იყო გაიუს კასიუსი, ციცერონი და ასე შემდეგ. ის ადამიანები, რომელთაც სულ მალე კეისრის წინააღმდეგ ახალი შეთქმულება მოამზადეს. და აი ეს შეთქმულების მიზანი და შინაარსი რა არის? სხვადასხვა ამაზე დღემდე არის ხოლმე მსჯელობა, თუ რა უნდა ზუსტად ამ შეთქმულებს. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ამაში არის იდეოლოგიური დაპირისპირება, რომ კეისარი როგორც ძალაუფლების კონსოლიდირებელი, ანუ შემკრები ძალა, ერთპიროვნული ძალაუფლების მქონე ადამიანი, ხელში იგდებს მთელ რესპუბლიკის ყველაფერს თვითონ ისე მართავს, როგორც მას სურს, ის ფაქტობრივად ხდება დიქტატორი, ფაქტობრივად ხდება ერთპიროვნული მმართველი, შესაბამისად რესპუბლიკელებს არ სურთ ამისი მოთმენა. რა თქმა უნდა, ამაში არის პირადი წყენაც, იმიტომ რომ კეისარმა ეს ადამიანები ყველანი, რომელიც პომპეუსის მხარეს იყვნენ, თავის ძროზე დაამარცხა ბრძოლის ველზე და შემდგომში გარკვეულწილად მათ დაამცირა კიდეც ისინი მხრივ, რომ აი ძალიან გულმოწყალე იყო მათ მიმართ და გარკვეულწილად ამას ისინი გრძნობდნენ თითქოს რომ შეურაცხყოფელი იყო მათთვის, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამდენი ხანი კეისრის მოწინააღმდეგეები იყვნენ და მან თითქმის არ შეიმჩნიეს ყველაფერი, მისცა უფლება როგორც უნდათ ისევ ეცხოვრათ, ისევ ისე. და შესაბამისად აი ესეც გარკვეულწილად მოტივი იყო. ამ ყველაფრის იდეოლოგიურ საფუძველს ქმნიდა ის კაცი, რომელიც რომში განსაკუთრებულად გამოირჩეოდა თავისი ჭერმეტყველებითა და ორატორული უნარებით, ეს იყო ციცერონი. ციცერონი პირდაპირ არ მონაწილეობდა კეისრის მკვლელობაში, პირდაპირ მას ხმალი და არ დაურტყავს კეისრისთვის, მაგრამ რეალურად საქმის თავარი გამკეთებელი ერთ-ერთი სწორედ ციცერონი იყო, რომელიც ამას იდეოლოგიურ საფუძველს უმზადებდა. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ყველაფერი გადაწყდა, ყველაფერი დაგეგმეს, მოხდა ასეთი რამ. შეთქმულება გასცეს, კეისარს უთხრეს, რომ ასეთი რამ მზადდებოდა. მაგრამ უცნაურია კეისარმა, რომელიც ძალიან დაკარგული ქონდა თითქოს მას აი სიფრთხილის შეგრძნება და არ მოილოდა ამ ყველაფერს, მით უმეტეს ისეთი ადამიანებისაგან, როგორებიც იყვნენ მასთან დაახლოებული დეციმუს და იუნიუს ბრუტუსები. გადაწყვეტა რომ ეს შეთქმულება უბრალოდ სისულელე იყო, არ შედგებოდა მსგავსი რამ. ასევე არის ჭორები, რომ თითქოს რაღაცა წინასწარმეტყველებმა უთხრეს კეისარს, რომ არ წახვიდე სენატის კურიაში, თორემ ბედურება შეგემთხვევა და ასე შემდეგ. თუმცა კეისარმა ეს ყველაფერი უარყო და ეს ხდება 44 წლის მარტის იდებში, ანუ მეორე კვირაში მარტისა. კეისარი მიემართება კურიისკენ, გზაში სხვადასხვა ცნობილია, რომ რაღაც წერილი მიაწოდეს ხელში და ეს წერილი არც გაუხსნია, ისე მივიდა კურიაში და თურმე ამ წერილში შემდგომში როგორც წერენ, ეწერა, რომ შეთქმულები გელოდებიან სენატში და აუცილებლად მოჰკლავენ. რაც კეისარს არ უნახავს, როგორც ცნობილია, ის მივიდა სენატში, იქ ჰქონდა გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება, რის შემდეგაც ამით ისარგებლეს სწორედ სენატორებმა და მათ მოკლეს გაიუს იულიუს კეისარი. როგორც ცნობილია, სხვადასხვა ასაბამ ხომ რამდენჯერობა მიაყენეს 23 ჯერობა მიაყენეს კეისარს, ვინ იყო უკანასკნელი ბრუტუსი იყო ბუნებრივია და არის რა თქმა უნდა შექსპირისეული იულიუს კეისრიდან მოყვანილი ხშირად ფრაზა შენს ბრუტუსს ამ შემთხვევაში ეტუ ბრუტე. არ არის ცნობილი ზუსტად რა თქვა გაიუს იულიუს კეისარმა სიკვდილის წინ, მაგრამ ეს ლოგიკური არის იმ თვალსაზრისით, რომ რადგან ბრუტუსთან ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, ალბათ მისთვის გასაკვირი უნდა ყოფილიყო ის, რომ უკანასკნელი მახვილი მას სწორედ მისმა ფაქტობრივად შვილმა ჩასცა. კეისრის სიკვდილი ეს არ აღმოჩნდა იმ ეფექტის მომტანი, როგორც წარმოედგინათ შეთქმულებს. ეს არ იყო ერთი ხელის მოსმით ამ ყველაფრის მოსპობა, ამ ყველაფრის პრობლემის მოსპობა და რესპუბლიკის დამყარება. პირიქით, ძალიან ცუდად მიიღო რომაულმა საზოგადოებამ, ხალხმა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათ აღმოაჩინეს კეისრის ანდერძი. კეისრის ანდერძში ეწერა, რომ მისი ქონების ეს ნაწილი რომაელი ხალხისთვის უნდა დაერიგოს.
იგებინათ. ეს ბუნებრივია გამოიწვევდა დიდ უკმაყოფილებას სწორედ აი ამ შეთქმულების წინააღმდეგ და მალე მათ მოუხდათ რომის დატოვება და გაქცევა. მანამ სანამ რა თქმა უნდა არჩაჯერ ჩაატარეს კეისრის დაკრძალვა, ძალიან საინტერესოა რომ ამ დაკრძალვას უძღვებოდნენ ბრუტუსი და მარკუს ანტონიუსი, ანუ კეისრის ერთ-ერთი მკვლელი თვითონ იყო მისი დამარხველიც ამავე დროს შემდგომში მარკუს ანტონიუსთან ერთად. აი შექსპირთან კარგად არის ეს მომენტი სხვა შორის ნაჩვენები, აი მიუხედავად იმისა რომ შექსპირი მხატვრულია, ბუნებრივია, იქ არის ძალიან კარგად დაჭერილი ის ემოცია, ის მომენტი, რაც არის აი კეისრის დაკრძალვასთან დაკავშირებული, როცა სიტყვით გამოდის მარკუს ანტონიუსი და ის რომაელებს მიმართავს, რომ რომაელებო თანამოქალაქეებო ყური დამიგდეთ და შემდგომში ხსნის თელ ამ სიტუაციას. მარკუს ანტონიუსი სხვა შორის ხეთ არის ხომ წარმოდგენილი თქოს ნიჭიერი სარდალი იყო, მაგრამ უტვინო პოლიტიკოსი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ის არ გამოირჩეოდა დიდი სამხედრო უნარებით და თუ გადახედავთ მის სამხედრო კამპანიებს, სულაც არ იყო დიდი მხედართმთავარი, მაგრამ პოლიტიკურად საკმაოდ ალღუიანი ადამიანი იყო, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ არ იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული, განსაკუთრებული სამხედრო და პოლიტიკური უნარებით დაჯილდოებული, მაინც მიაღწია ძალიან ბევრ რამეს და იმას, რომ შემდგომში ტრიუმვირატის წევრიც კი გახდა ავგუსტუსთან და ლეპიდუსთან ერთად. კეისრის სიკვდილს ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მისი მემკვიდრეობა ძალიან ხანგრძლივად დარჩენილი იყო რომში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ შეთქმულებმა მხოლოდ დროებით გადაჭრეს თითქოს პრობლემა, ის თავისი წარმოდგენით, იმიტომ რომ ძალიან მალე ისინიც დამარცხდებიან ტრიუმვირებთან ბრძოლაში, ხოლო შემდგომში მეორე ტრიუმვირატის წევრები, ანტონიუსი, ლეპიდუსი და ოქტავიანე გაინაწილებენ იმპერიას, საბოლოოდ მათი დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვა ოქტავიანე, ის გახდება რომის პირველი იმპერატორი და მიიღებს ავგუსტუსის წოდებას და ისევე როგორც კეისარი, მისი მამობილი, იმიტომ რომ ოქტავიანე სწორედ კეისრის ნაშვილები იყო, ის იყო მისი ნათესავი, მაგრამ არ იყო პირდაპირ სისხლისმიერი მემკვიდრე. იმიტომ რომ კეისარს არ ყავდა ასეთი მემკვიდრე, თუ არ ჩავთვლით კლეოპატრასთან გაჩენილ კესარიონს, რომელიც შემდგომში ოქტავიანემ მოაშორებინა თავიდან და შესაბამისად არ უნდოდა მას და არ ჭირდებოდა არანაირად რომ ყოლოდა მეტოქე. რეალურად ისე გამოვიდა, რომ რომი გადაიქცა იმპერიად, კეისარი გადაიქცა იმპერატორის წოდებად და შემდგომში საუკუნეების მანძილზე დამკვიდრდა ამ ფორმით, ისე რომ არა მარტო რომაელები, არამედ უცხოური სახელმწიფოებიც კი, რომლებიც ასევე რომაულ მემკვიდრეობას იჩემებდნენ, თავისთავად იღებდნენ ამ წოდებას, ხოლო ავგუსტუსიც, ანუ მისი შვილობილის წოდებაც ასევე გადაიქცა უმაღლესი საიმპერატორო წოდების ნიშნად. კეისრის მოღვაწეობიდან, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი გატარებული რეფორმები, გატარებული ისეთი რეფორმა, როგორც არის მათ შორის კალენდრის რეფორმაც კი, თვე ივლისი, რომელსაც მისი სახელის მიხედვით ქვია ეს სახელწოდება, ანუ იულიუსისგან მომდინარეობს და რა თქმა უნდა, ის უზარმაზარი ისტორიული ლიტერატურა, რომელიც თვითონ კეისარმა დაგვიტოვა, ან მისმა შემდგომში გამგზელებლებმა, აულუს სირციუსმა და იმავე პერიოდის რომაელმა ავტორებმა, მათ შორის ტიტუს ლევიუსმა და მაგალითად სალუსტიუს კრისპუსმა და სხვებმა შემოგვინახეს. ასევე აღსანიშნავი არის და განსაკუთრებით გამოვყოფდი მე 12 კეისრის ცხოვრებას, რომელიც არის რომაელი ავტორის სვეტონიუსის დაწერილი, არის ქართულ ენაზე ნათარგმნი და იქაც არის ღვთაებრივი იულიუსის ბიოგრაფია წარმოდგენილი, ისევე როგორც კეისარი, ისე იულიუს კლავდიუსების დინასტიის სხვა იმპერატორები შემდგომში იქცნენ ღმერთებად, ვინაიდან ისინი რომაულ პანთეონს შეუერთდნენ და შესაბამისად, როცა წაიკითხავთ სვეტონიუსის 12 კეისრის ცხოვრებას, იქ ნახავთ, რომ ყოველი მათგანის წინ წამსღარებული არის ხომ ეს რომ ღვთაებრივი იულიუსი, ღვთაებრივი ავგუსტუსი და ასე შემდეგ. ეს იყო რომაული აი ამ წარმართული პანთეონისთვის ძალიან დამახასიათებელი. კეისრის ბიოგრაფია ალბათ ბევრ შთააგონებს იმ თვალსაზრისით, რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც დაიწყო ძალიან ისეთი მოკრძალებულად იმ თვალსაზრისით, რომ წარჩინებით კი მაღალი იყო, მაგრამ ის არ იყო დაწინაურებული და იმ პერიოდში გამარჯვებული პოლიტიკური კლასის წარმომადგენელი, მაგრამ ყველაფერს მიაღწია იმით, რომ ბოლომდე იბრძოლა თავისი მიზნებისთვის, აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა მისთვის, დაიმსახურა როგორც საზოგადოების მხარდაჭერა, ასევე მან გვაჩვენა გულმოწყალების მნიშვნელობა გარკვეულწილად იმ თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ, რაც შესაძლოა ერთ-ერთი იშვიათი რამ არის და იშვიათად ხდება ხოლმე ისტორიაში, მაგალითად კეისრის ადგილზე რომ წარმოვიდგინოთ სხვა რომელიმე რომაელი პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად სულა, ის ხედავთ როგორც იქცეოდა თავის დროზე, ამიტომ კეისარი მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ქცევა გარკვეულწილად შეცდომაც შეიძლება ჩაუთვალო
საქართველოს იმ ნაწილს თulis რო კეისარი რომ მოკლე შემდგომში მისი გულმოწყალების ბრალი იყო, მაგრამ მთლიანობაში სწორედ მისი ეს ხასიათი, მისი ეს დამოკიდებულება, ეს საჭირო მობიერებაც ხშირ შემთხვევაში აძლევდა მას შესაძლებლობას, რომ რომაული საზოგადოებისათვის ყოფილიყო მისაღები და საყვარელი, შესაბამისად მისი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩა. ჩემთვის მაგალითად ის ძალიან საინტერესო ისტორიული ფიგურას წარმოადგენდა, ყოველთვის მიყვარდა კითხვა ამ ძალიან გამორჩეული რომაელი მოღვაწის შესახებ. მაგალითად, ყველას ალბათ ეწოდინება ცნობილი წიგნი ლევან სანიკიძის კეისარია და რომლებიც დასაწყისისათვის, განსაკუთრებით საკმაყოფილო ლიტერატურის გაცნობის პერიოდში ძალიან საინტერესო ნაშრომი არის ჩემი აზრით და მე ყოველთვის ვანჭებ ხოლმე ლევან სანიკიძის იმ წიგნებს უპირატესობას, რომელიც საქართველოზე არის დაწერილი და მათ შორის კეისარია და ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი არის. ასევე ბუნებრივია მე გირჩევთ სვეტონიუსის 12 კეისრის ცხოვრებას, გირჩევთ ნანატონიას ძალიან კარგ წიგნს სტრატეგოსები და კეისრები. ეს არის ძველი გამოცემა, რომელიც მე ვიყიდი მრავალი წლის წინ და ალბათ ჩემგან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წაკითხული წიგნი არის, იმიტომ რომ უბრალოდ გაცვეთილი და გაუბედურებული ეს წიგნი, იმდენად მიყვარდა ამ წიგნის კითხვა და ძალიან ბევრი საინტერესო ბიოგრაფია აქვს, მათ შორის იულიუს კეისრისაც. რა თქმა უნდა, მე გირჩევთ პლუტარქეს პარალელურ ბიოგრაფიებს, სადაც ასევე არის იულიუს კეისრის ცხოვრება წარმოდგენილი და აი ამ ლიტერატურის გაცნობის შემდეგ ალბათ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ თქვენ თვითონვე გამოიტანოთ დასკვნა თუ რას წარმოადგენდა რეალურად ეს ისტორიული ფიგურა, რა არის მის შესახებ მითი და რეალობა და რაც შეიძლება დაუახლოვდეთ, რა თქმა უნდა, იმ ეპოქას, იმ ეპოქის გააზრებას, იმ თვალთახედვას, რომელიც იმ დროში იყო, იმისთვის რომ კარგად წარმოვიდგინოთ თუ როგორ იქცეოდა კეისარი და რამდენად შეესაბამებოდა ეს გარკვეულწილად იმ სტანდარტებს, რომელიც იმ დროში არსებობდა, ან ჩვენი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი. ხოლო აი ამისთვის ბოლო რეკომენდაცია, ვისაც ინგლისურად კითხვა შეგიძლიათ, აუცილებლად წაიკითხეთ Adrian Goldsworth-ის წიგნი Caesar Life of a Colossus, ესე ქვია, ან კოლოსის ცხოვრება. ეს არის ძალიან სქელტანიანი წიგნი, რომელიც არ დაგტოვებთ, აი ყველანაირ კითხვას მოგიხსნით აბსოლუტურად კეისრის შესახებ, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველაფერზე ძალიან ცუდად საუბრობს Adrian Goldsworth-ი. და ზოგადად Goldsworth-ის სხვა წიგნებსაც გირჩევთ, ეს ფაქტობრივად უფასო რეკლამა არის ამ ავტორისა, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის ძალიან საყვარელი ავტორია, ამიტომ ხშირად ვახსენებ ხოლმე პოდკასტში და ამჯერადაც ვერაუვალ გვერდით ამას. რაც თავარია, მიხარია ძალიან რომ ეს სერია დავიწყეთ. დღეს პირველი ეპიზოდი იყო ამ სერიისა, ისტორიული ბიოგრაფიებისა. შესაბამისად, მეც ძალიან ისეთი ნერვიულობდი გარკვეულწილად, რამდენად კარგად გამოვიდოდა ეს ყველაფერი. მინდა განსაკუთრებით ისევ სანამ დავამთავრებთ ამ ეპიზოდს, ვახსენო ის რომ ამ ეპიზოდს ჩვენ ვიწერდით სკოლა არქიმედეში. არ დაგავიწყდეთ გამოწერა პოდკასტისა და მოწონება და რა თქმა უნდა ამ ნოტაზე და გემშვიდობებით და იმედი მაქვს რომ მალე ჩავიწერთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის მომავალ პოდკასტამდე გემშვიდობებით.